საგამომშვიდობის ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი და საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმოგიდგენ თოქ-შოუ ევროპულ არჩევანს. მართლმსაჯულება საქართველოში, ნდობა და მიუკერძოებლობა რა მდგომარეობაშია სასამართლო ჩვენს ქვეყანაში, სასამართლო სისტემა, რეფორმა და პრობლემები. 2006 წლიდან 2010 წლამდე ევროკავშირმა საქართველოს კანონის უზენაესობის დამკვიდრებაში დახმარების სახით 22 მილიონი ევრო გაიღო. დღეს დისკუსია ევროპული არჩევანის სტუდიაში. ეთერშია ევროპული არჩევანი. საგამომშვიდობისა, მოგესალმებით. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ სასამართლო სისტემაზე საქართველოში, რა ვითარებაშია დღეს საქართველოში სასამართლო სისტემა, ნდობა, მოსამართლეთა დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, რეფორმები, პრობლემები. 2006 წლიდან 2010 წლამდე ევროკავშირმა საქართველოს კანონის უზენაესობის დამკვიდრებაში დახმარების სახით 22 მილიონი ევრო გაიღო. ეს დახმარება გავრცელდა სისხლის სამართლის სფეროში მომუშავე როგორც სახელმწიფო დაწესებულებებზე, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებზე. დღეს ევროკავშირი სისხლის სამართლის სისტემაში მიმდინარე რეფორმის ძირითადი დონორია. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო რეფორმა წლებია მიმდინარეობს, საზოგადოებაში დამკვიდრებულია აზრი, რომ დამოუკიდებლობის ხარისხი დაბალია და ბევრი გადაწყვეტილება არაობიექტურად მიიღება. რა ხდება დღეს სასამართლო სისტემაში? დისკუსია ჩვენ სტუდიაში წარმოგიდგენთ გადაცემის სტუმრებს. ვალერი ცერცვაძე, საქართველოს იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარე, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, მოგესალმებით, დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ზაზა მეიშვილი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. პოლკე შტამპე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სამართლებრივი პროგრამის საქართველოს ჯგუფის ხელმძღვანელი. თამარ ჩუგოშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე. დღევანდელ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ზვიად კორძაძე, ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, დიმიტრი გაბუნია, ადვოკატი, დავით ერისთავი, ერისთავთა იურიდიული ჯგუფის დამფუძნებელი, დავით ასათიანი, ორგანიზაცია საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის თავმჯდომარე, გიგა კვერენჭხილაძე, იურიდიული კომპანიის წარმომადგენელი ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე, სახალხო დამცველი სამსახური, კახა წიქარიშვილი, სასამართლო ადმინისტრირების და მენეჯმენტის რეფორმის პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე. პირველი შეკითხვა მექნება ბატონ ვალერი თქვენთან. სულ არის ლაპარაკი იმაზე და ჩემს წარდგენაშიც გამოვიყენე ის აზრი, რომელიც საზოგადოებაში მართლაც არის დამკვიდრებული, რომ სასამართლოს აქვს სერიოზული ხარვეზები და პრობლემები დღეს საქართველოში. მიმდინარეობს წლების განმავლობაში რეფორმები და დღეს თუ შეგიძლიათ გითხრათ, რა არის ამ რეფორმების მთავარი მიღწევა? საგამომშვიდობისა, უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან რთულია ასე კონკრეტულად ჩვენ ვისაუბროთ თუ რა არის სასამართლო რეფორმის მთავარი მიღწევა, მაგრამ მე შევეცდები მაინც გამოყო რამოდენიმე ძირითადი მნიშვნელოვანი ფაქტორი და უპირველეს ყოვლისა გეტყვით იმას, რომ საზოგადოებას სასამართლოსადმი ნდობა დაუბრუნდა. ეს არის სტატისტიკა, ეს არის ციფრები, რომელიც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის შედეგები არის, მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები და სავარაუდო ციფრები, სავარაუდო სხვადასხვა კვლევის შედეგად საშუალო ციფრები ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ და ვთქვათ, რომ დღევანდელ სასამართლოს 70%-ზე მეტი მოსახლეობისა ენდობა. ეს არ არის ადვილი, ასე ვთქვათ, მისაღწევი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მინდა გითხრათ, რომ ეს რეალობაა და დღეს ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსახლეობის უმეტესობა, რომელიც სასამართლოში მიდის, ამას რა კვლევები აჩვენებს ბატონ ვალერი? თუ შეგიძლიათ კონკრეტულად? ამას აჩვენებს სასამართლოს მომხმარებელთა კვლევები, რომელიც ჩატარდა ძალიან მრავალმხრივი კუთხით და გამოკითხული იქნა რამოდენიმე 1000 სასამართლოს მომხმარებელი და იმ ადამიანების დიდი ნაწილი, რომელიც სასამართლოში მოდის, აჩვენებს იმას, რომ ის სასამართლოს ენდობა ნაწილობრივ ან სრულად ენდობა. ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლოში მოსვლის მიზანი არ გახლავთ ფორმალური მოსვლა, მას აქვს კონკრეტული იმედები სასამართლოს მიმართ, რომ მისი დარღვეული უფლებები სასამართლოს მიერ იქნება აღდგენილი და სამართლიანობა იზეიმებს. რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა აღნიშნოს ის, რომ დღეს ყველამ კარგად ვიცით და მე მგონი ეს სიახლე არ იქნება ჩემს მიერ გაჟღერებული, რომ სასამართლოში ქრთამს აღარ იხდიან. ანუ სასურველი გადაწყვეტილებისათვის ადამიანებს უკვე იმის განცდა აღარ აქვთ, რომ სასურველი გადაწყვეტილებისათვის მან ქრთამი უნდა გადაიხადონ იმისთვის, რომ პროცესი მოიგონ. ამისათვის ყველაზე მთავარი არგუმენტი არის ის, რომ ის პროცესზე მოვიდეს მომზადებული, მას ჰქონდა საკმარისი მტკიცებულები და არგუმენტები, რათა ჯერ უნდა წარმოაჩინოს საკუთარი თავი. გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს გაცილებით კვალიფიციური მოსამართლეები გვყავს, ვინმე ვთქვათ, რაღაც გარკვეული წლების წინ და მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ხარისხი ბევრად მაღალია
და ეს პროცესი არის დინამიური. ანუ ეს არ ჩერდება და ჩვენი მთავარი გამოწვევა და მთავარი ამოცანა არის ის, რომ ხარისხი მუდმივად მაღლებოდეს და ხარისხი უფრო და უფრო იყოს სასამართლოში დახვეწილი. და ჩვენი ძალისხმევა სწორედ ამ კუთხით არის მიმართული. ძალიან ძნელია კიდევ ერთხელ გასაგებია მესმის მე ვფიქრობ რომ სამი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი გამოყავით შევეხებით კიდევ დისკუსიის დროს მანამდე ქალბატონ თამარს მინდა ვკითხოს დობა დაუბრუნდა მოქალაქეების სასამართლოს და იყო დასახელებული საკმაოდ მაღალი ციფრი 70%. თქვენ ეთანხმებით რომ ეს ნამდვილად ასეა? ამ შემთხვევაში მე სუბიექტურად არ ვიყო მიჩნეული, ან მხოლოდ საკუთარ მოსაზრებებს არ დავაყრდნობი და დავაყრდნობი ჰამერბერგის ბოლო ანგარიშს, რომელშიც ასევე იყო ხაზგასმული სასამართლოს მიმართ დობის საკითხი და ამ ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ არის კვლევები, სოციოლოგიური კვლევები, სასამართლოს მომხმარებელთა კვლევები, რომლებიც დობის ზრდაზე საუბრობენ, თუმცა არის ძალიან მნიშვნელოვანი 2009 წელს განხორციელებული კვლევები, რომლებშიც ძალიან დაბალი არის მაჩვენებელი სასამართლოს მიმართ და ასევე არის მაჩვენებელი, რომელშიც ამბობენ მოქალაქეები, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მიუკერძებლება და დამოკიდებული არის კონკრეტულად საქმის შინაარზე. მე ვფიქრობ, რომ შესაძლოა არის და მე მოხარული ვიქნები თუ გარკვეული წინსვლები არის სასამართლოს მიმართ დობის ამაღლების კუთხით ნამდვილად. უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებები, რომლებსაც ალბათ აუცილებელი არის, რომ სასამართლო სისტემამ ადეკვატურად უპასუხოს იმისთვის, რომ მართლაც დაბრუნდეს ნდობა და ნდობა ზოგადად სისტემის მიმართ იყოს მაღალი. ერთ-ერთი ასეთი ვიტყოდი, რომ არის ჩვენ ეს ცოტა ესეთი სიტყვა, რომ შეიძლება შეგეპასუხონ იყოს მაღალი, ასე ვთქვათ. მაგალითად ის ანგარიში, ჩვენი ერთ-ერთი ბოლო ანგარიში, რომელიც იხილავს სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივაციის მქონე სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა საქმეებს. ამ ანგარიში ჩვენ 24 ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მიმოვიხილეთ და აღმოვაჩინეთ ძალიან სერიოზული დარღვევები, თუმცა ვერ მივიღეთ ადეკვატური და ასე ვთქვათ სერიოზული პასუხი იმაზე, თუ კონკრეტულად რა მოხდა ამ საქმეებში, რატომ იყო ასეთი მნიშვნელოვანი დარღვევები და როგორ შეიძლება ეს ყველაფერი აიხსნას. მე პირადად ვფიქრობ, როგორც მოქალაქე, რომ იმ შემთხვევაში თუ კი სასამართლოს ნამდვილად აქვს სურვილი, რომ ზოგადად ნდობა სასამართლოს სისტემის მიმართ იყოს მაღალი, გარკვეული ცოტა უფრო სერიოზული დამოკიდებულება ალბათ ასეთი კვლევების მიმართ შეიძლება გამოვიჩინოთ და შეიძლება უფრო ასე ვთქვათ დასაბუთებული პასუხი იყოს ამ კონკრეტულად ამ საქმეებთან მიმართებით და საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია რა მოხდა კონკრეტულად ამ საქმეებში, რა პრობლემები იყო და მეორე რაც შეეხება კონკრეტულად ნამდვილად მიმდინარეობს მუდმივი გადამზადება მოსამართლეების, რაც ეჭვგარეშე არის, თუმცა ალბათ ისიც უნდა აღვნიშნოთ აქვე, რომ სახალხო დამცველის ბოლო ანგარიში ყველაზე დიდი აქცენტი ეთმობოდა სწორედ სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის პრობლემას და იგივე პრობლემაზე არის საუბარი ჰამერბერგის ანგარიშიც, რომ იმ შემთხვევაში განსაკუთრებით თუ ეს თქვათ არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეები, თუ ეს არის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილებები, სასამართლოს დოკუმენტები გამოიყურება ამ შემთხვევაში საკმაოდ დაუსაბუთებელი. რომ დავწუროთ ასე თქვათ თქვენი ნათქვამი, თუ კი საქმეში არის პოლიტიკური მოტივაცია და პოლიტიკური მნიშვნელობის არის, ამ შემთხვევაში სასამართლოს უჭირს თავისი მიუკერძოებლობის გამოვლენა, ამას ამბობ. მე იმასაც არ ვამტკიცებ, რომ ამ საქმეებში ნამდვილად არის პოლიტიკური მოტივაცია, მე ამას არ ვამტკიცებ, უბრალოდ ჩვენ ვამბობთ, რომ საზოგადოებას გარკვეულ საქმეებში ეჭვი შეეპარა, ჩვენ ამ საქმეების სამართლებრივი ანალიზი გავაკეთეთ, ჩვენ არ ვამბობთ, რომ ესენი არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები აუცილებლად, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის საქმეები, რომლებიც იწვევს საზოგადოების კითხვებს. და ეს არის საქმეები, სადაც მნიშვნელოვანი პროცედურული თუ სხვადასხვა ტიპის სამართლებრივი ხარვეზები ფიქსირდება და ეს ეჭვგარეშე არის. კვლევა არის ძალიან მაღალი ხარისხის, როგორც არ უნდა შემოგვეტაოს, ეს არის ბევრჯერ გადამოწმებული, ბევრი ძალიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე იურისტის მიერ და ნამდვილად ძალიან მაღალი დონის კვლევა არის ჩატარებული და ძალიან დიდი შრომა არის ჩვენი მხრიდან გაწეული, რომ ამ საქმეების სწორი და კომპეტენტური კვლევა და ანალიზი გაკეთებულიყო. და საქმეში ნამდვილად არის ძალიან სერიოზული, ამ საქმეებში არის ძალიან სერიოზული ხარვეზები. მე აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ეს არის შემთხვევით ამორჩეული საქმეები. ეს არ არის, რომ ჩვენ წინასწარ გქონდა განცდა, რომ აუცილებლად რაღაც უნდა ყოფილიყო. ეს არის იმ ძალიან დიდი სიიდან, რასაც 2009 წლის აქციების შემდეგ სხვადასხვა სუბიექტები ავრცელებდნენ. ჩვენ შემთხვევითი პრინციპით ამოვარჩიეთ რამდენიმე საქმე და ყველა საქმეში ფაქტურად აღმოვაჩინეთ ძალიან სერიოზული დარღვევები. მესმის კიდევ დაგიბრუნდებით, მანამდე ბატონ ფოლკეს მინდა ვკითხო, რას ხედავს ის საქართველოში სასამართლო სისტემაში მთავარ ხარვეზებს?
Sie sprechen, fragen nach თქვენ ხარვეზების სისტემის შესახებ მკითხებთ სასამართლო სისტემაში და ვფიქრობ, რომ ჯობესია დავიწყო იმით, რომ ჩვენ უკვე წლებია და დიდი ხანია ქართულ პარტნიორთან ერთად მუშაობთ და საკმაოდ კონსტრუქციულად მიმდინარეობს ჩვენი თანამშრომლობა. როგორც იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, ასევე იუსტიციის სამინისტროსთან, როგორც ჩვენ თავარ პარტნიორებთან და ჩვენი თანამშრომლობის თავარი ვექტორი გახვალ სწორედ მოსამართლეთა მომზადება და გადამზადება. აქ იყო საუბარი მოსამართლეთა კვალიფიკაციაზე. რა თქმა უნდა, სრულყოფილი არავინ არ არის. ყოველთვის შეიძლება მდგომარეობის გაუმჯობესება. მე მაგალითად შემიძლია დავა სახელო ჩვენ იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან ერთად რეგულარულად ვამზადებთ კვალიფიკაციის სასამართლოებრივ ღონისძიებებს და მათ შორის მომდევნო კვირაში მაგალითად ზიანსანაცღერების სამართალში ტარდება ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით სემინარი მოსამართლებისათვის ამ ღონისძიებების მიზანია სწორედ მოსამართლების კვალიფიკაციის ამაღლება და ჩვენი ექსპერტები ძალიან საინტერესო წყაროა მოსამართლე კვალიფიკაციის შეფასების და ისინი რომლებიც უკვე 10 წელზე მეტიან 10 წელია საქართველოში საექსპერტო მოღვაწეობას ახორციელებენ ისინი გვასწვენ ინფორმაციას რომ მართლაც ძალიან დიდ ნახტომს ხედავენ რაც შეეხება წინ ნახტომს თქო და რაც შეეხება მოსამართლეების მომზადებას ასევე გადაწყვეტილებების ხარისხი გვიჩვენებს ამოწმებს ამ შედეგს და გვიჩვენებს იგივე შედეგებს რაც შეეხება ნდობას მოსახლეობის სასამართლო სისტემის მიმართ მე ვფიქრობ რომ kann auch weiter gestärkt werden. რა თქმა უნდა შეიძლება ნდობის ამაღლება იყო უკვე ამაზე საუბარი ამისათვის ასევე სხვა ღონისძიება ერთ-ერთი არის სასამართლო საქმიანობის გამჭვირვალეობა საჯარო სხდომებისა ამასთან დაკავშირებით მე მინდა გითხრათ რომ ჩვენ ქართულ პარტნიორებთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგავთ ამ კუთხით რომ გაუმჯობესდეს სიტუაცია და ამაღლდეს ნდობა. გასაგები, აი რაც შეეხება ქალბატონ თამარი საუბრობდა ხარვეზებზე, მე მაინც მინდა ამაზე გავამახვილო ყურადღება ის რომ ორი პოზიცია პრინციპში, რაც ბატონმა ვალერიმ თქვა, რომ ნდობა არის 70%, გამოკითხვების მიხედვით ქალბატონმა თამარმა ცოტა სხვა სურათი დახატა. თქვენი აზრით რა განაპირობებს იმას, რომ მოსახლეობის რაღაც ნაწილი, არ დავაკონკრეტებ რა ნაწილი, დიდი თუ ნაკლები, იმიტომ რომ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, არ ენდობა სასამართლოს, ამის მიზეზი რა არის? Ich denke, ein zentraler Punkt მე ვფიქრობ, რომ თავარი საკითხია იყო და არის Öffentlichkeitsarbeit, საზოგადოებრივი საქმიანობა, კომუნიკაცია, ასევე საზოგადოებასთან. ნდობა ესე ციდან არ მოდის. ნდობა ეს არის საკმაოდ გრძელვადიან პროცესში მოპოვებადი სიკეთე და მოსაპოვებელი სიკეთე. აქ ორივე მხარეს უნდა მუშაობა, პირველად სასამართლო სისტემის მხრიდან, რომელიც თავის მხრიდან aktiviert kommuniziert das საზოგადოებასთან aktiviert das მას ინფორმაციას თავის საქმეობის შესახებ საქმეობის შესახებ ეს იქნება ეს პრესსამსახურები იქნება ეს სპიკერი მოსამართლეები გადაცემები გადაცემებს მასალებს სასამართლოთან არ აწყობს მაგრამ ამას თქვენ აკეთებ ჟურნალისტები ანუ პლატფორმა სხვადასხვა პლატფორმა იმისა რომ სასამართლომ კომუნიკაცია დაამყაროს და ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას და მოქალაქეებს. Zunehmend lernt die juristischen Verfahren რომელთა საზოგადოება მეორე მხრივ რა თქმა უნდა ეცნობა სასამართლო საქმიანობას, ასევე იურიდიულ სამართლებრივ კუთხე და იმაღლებს ასევე სამართლებრივ კულტურასაც. და ეს ყოველივე დამეთანხმებით რომ არის გრძელვადიანი პროცესი. სადაც მე აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას სასამართლოს მხრიდან ძალიან დიდ მნიშვნელობას მივაკუთვნებ და როგორც ვთქვი ქართველი პარტნიორები ამას ახორციელებენ. გასაგებია ბატონ ზაზასთან მექნება შეკითხვა, ბატონი ფოლკე ამბობდა რომ რომ დროში შეიძლება ეს არ იყოს ასე ვთქვათ ხვალვე არ მოვიდეს დობა სასამართლოსი ხო, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ რეფორმა მიმდინარეობს უკვე წლებია, როდის შეგვიძლია ჩავთვალოთ რომ ეს რეფორმა დასრულდა, რა ეტაპები დარჩა? მადლობთ თქვენ სხვათა შორის თავთვე პატარა შენიშვნა გააკეთეთ
თავდადიაკვნე თამარის სიტყვასთან დაკავშირებით შედარებასთან მიმართებაში და თქვათ რაღაც წინა წარსულთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩვენ კარგად უნდა გავიხსენოთ საიდან მოვდივართ. ჩვენ როდესაც ვაკეთებთ რაღაც შედარებას და როდესაც ვიღებთ ასე ვთქვათ ამოსავალ წერტილს, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ქონდა თუ არა საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არსებობის გამოცდილება. ჩემს მოსაზრებით ასეთი გამოცდილება არ ყოფილა. თუ ჩვენ საბჭოური პერიოდის სასამართლოს ან ვთქვათ 90-იანი წლების სასამართლოს ჩავთვლით დამოუკიდებელ სასამართლოდ, როგორც ზოგიერთი თვლის ამას, ვიღოთ რომ ვთქვათ არასწორი ვიქნებით ჩვენ შეფასებაში. ამიტომ ჩვენ გვიწევს ძალიან მნიშვნელოვანი საქმის კეთება, რასაც ქვია ძლიერი დამოუკიდებელი ობიექტური სასამართლო ხელისუფლების შექმნა და ჩამოყალიბება ქვეყანაში. ყველაზე დიდი პრობლემა არის სწორედაც აი ეს. მით უმეტეს იმ წარსულის და წინაპირობების ფონზე, რაც ჩვენს რეალობაში იყო. სასამართლო რეფორმა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მიმდინარეობს საქართველოში რამდენიმე წელია. ძალიან ბევრი ნაბიჯები გადაიდგა და რეალურად ამ ნაბიჯებმა შედეგები მოიტანა. თუ გინდ ის ნდობა, რაზეც აქ არის საუბარი. მაგრამ ბუნებრივია, ეს არ არის ის ამოსავალი წერტილი, რომელიცაც უნდა დაგმაყოფილდე. ეს არ არის ის ფინიში, რომლის გადაკვეთისას შენ იტყვი, რომ მე ეს შევქმნები. ნებისმიერ სახელმწიფოში, ნებისმიერ სასამართლო ხელისუფლება საჭიროებს უფრო მეტად სრულყოფას, უფრო მეტად გაძლიერებას, უფრო მეტად ჩამოყალიბებას მისი მიუკერძოებლობისა თუ ობიექტურობის კუთხით. აი აქ მინდა დაგისვათ შეკითხვა სწორედ, როდესაც ლაპარაკია სასამართლოს, ჩვენ ყველანი ერთ ქვეყანაში ვცხოვრობ და გვესმის მუდმივი პრეტენზიები სასამართლოს მიმართ და სწორედ აი ამ დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. თქვენც შენიშნეთ, რომ არის ამ მხრივ პრობლემები, რა უქმნის მოსამართლეს პრობლემას, რომ ის არ იყოს მიკერძოებული და იყოს მიუკერძოებელი. მოდით ერთ რამაზე შევთანხმდით, ხომ? მე დავიწყე ასე ვთქვათ ამ ისტორიის მოყოლა, რომელიც ისტორიად ჩვენ გვაქვს და შესაბამისად წარმოვაჩინე ის პრობლემები, რაც ჩვენ გვაქვს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ვიზიარებ ყველა იმ კრიტიკას, რომელიც ხშირ შემთხვევაში ხელოვნურად არის შექმნილი, ხშირ შემთხვევაში ემსახურება გარკვეული ადამიანებისა თუ გარკვეული ძალების კონკრეტული ინტერესების დაკმაყოფილებას და მოწყვეტილია ობიექტური ჭეშმარიტებისაგან. ამის საწინააღმდეგოდ ყოველთვის მეტყველებს ციფრები და ციფრები არის ის რეალობა, რომელიც არსებობს. რა გინდა ჩვენ არ ვენდოთ და არ მოგწონდეს ამ ციფრების მოცემულობა, ეს არის მარტივი ჭეშმარიტება. თორემ ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება კონკრეტულმა დაინტერესებულმა თუ დაუინტერესებულმა ადამიანმა ერთი საქმიდან გამომდინარე შეიქმნას რაღაც შთაბეჭდილება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის სწორი შთაბეჭდილება, იმიტომ რომ ყოველწლიურად მარტო სისხლის სამართლის სფეროში პირველი ინსტანციით გამოდის დაახლოებით 17,000 განაჩენი. საუბარი მუდმივად არის 3-4 საქმეზე წელიწადში, რომლითაც ხდება ამ 17,000 განაჩენის ჭალებში გადაფარვა. თუ 5 საქმე ქმნის ფონს და 5 საქმიდან გამომდინარე შეიძლება ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება და დავასკვნათ, რომ სასამართლო ხელისუფლება არის სუბიექტური და მიკერძოებული, ეს ნამდვილად არასწორი იქნება. მით უმეტეს იმ 5 საქმესთანაც და კონკრეტულ საქმეებთანაც დაკავშირებით ყოველთვის შეიძლება შედარება და აუცილებლობის შემთხვევაში სასამართლო ხელისუფლება აკეთებს პრეს-რელიზებს, აკეთებს განცხადებებს და აფიქსირებს თავის პოზიციას. მაგრამ დამეთანხმებით ალბათ ყველა საქმე მნიშვნელოვანი, ეს 5 იქნება თუ ერთი, როდესაც საქმე ადამიანის ბედს ეხება და სასამართლოში ეს სწორედაც, რომ იმ 5 საქმესთან დაკავშირებითაც არსებობს მეორე სიმართლე, რომელიც არის სასამართლოს გადაწყვეტილებებში და რომელიც არის სასამართლოს მიერ გაცხადებულ მოსაზრებებში. გასაგებია, მე მინდა ადვოკატებს მიმართო შეკითხვით, ბატონ ზვიად, მოსამართლეებს დამოუკიდებლობასთან და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით სად ექმნებათ ყველაზე დიდი პრობლემები? მოგესალმებით. მოდით ესე ვიტყვი, სასამართლო დამოუკიდებლობა რა არის ჩვენთვის მიზანია თუ საშუალება? ხშირად ერევათ და გონიათ, რომ სასამართლო დამოუკიდებლობა ესე როგორც დემოკრატია, ესე როგორც სამართლებრივი სახელმწიფო იმის მიზანია. მე ესე არ მიმაჩნია, იმიტომ რომ ეს არის საშუალება, რომ ადამიანებმა კარგად იცხოვრონ, სახელმწიფო შედგეს, ბედნიერები ვიყოთ და ასე შემდეგ.
ამიტომ სასამართლო დამოუკიდებლობა ეს არ არის თქვენ ახსენეთ როდის დამთავრდება ეს რეფორმა. ჩემი აზრით ეს არასდროს არ უნდა დამთავრდეს და მე ერთ ძალიან კონკრეტულ მაგალითს გავახსენებ ჩემ კოლეგებს, შეიძლება ჩემ კოლეგა ადვოკატებს არასოდეს უფრო ახალგაზრდები არიან პირველ სასამართლო რეფორმას, რომელიც იყო საქართველოში მე-6 თვის განმავლობაში იმ სასამართლო რეფორმის დროს შემიძლია თქვა, რომ სასამართლო იყო აბსოლუტურად დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, კვალიფიციური, მაგრამ 6 თვის მერე რაღაც მოხდა. მე გეუბნებით 90-იან წლების დასასრულში პირველი სასამართლო რეფორმა შედგა და ყველანი ძალიან ბედნიერები ვიყავით. ანუ რის თქმა მინდა ამითი, არ შეიძლება რომ სასამართლოს დამოუკიდებლობას მიაღწიო და გაჩერდე. მაგრამ ზაზამ აღნიშნა, რომ არსებობს ათასობით საქმეები და არსებობს შეიძლება 5 საქმე, რომელზეც იყოს დავა, ხო? აი ძალიან ისეთ შედარებას მოგიყვანთ. კარგი ღვინო აიღეთ და ჩაასხეთ მაშინ ერთი აუცილებლად ძმარი. აუცილებლად გაფუჭდება. სტატისტიკურად ღვინო იქნება აქვია 95% ძმარი იქნება ცოტა, მაგრამ აძმარებს. ხო ეს არის სასამართლო, მე ესე მიმაჩნია. ჩვენ ევროპულ არჩევანში ვართ გადაცემაში, ხო? ეს კითხვა ევროპაში არის მე გუშ ჩამოვედი შვეიცარიიდან, სადაც ჩვენ სვამდით ისეთ კითხვებს, იქ წარმოადგენთ დელეგაციას ადვოკატები, მოსამართლეები, პროკურორები და კითხებს სვამდით სასამართლო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომელიც მათთვის გაუგებარი იყო, იმიტომ რომ კითხვა იქ რომ სასამართლო დამოუკიდებელი შეიძლება იყოს თუ არა, არ არსებობს. ეხლა მეორე საკითხი კიდე მე მინდა გავყო თვითონ სასამართლოში ინთაც არ არის ერთნაირი სიტუაცია ჩემი გადმოსახედიდან. პირველი, არავინ არ დაობს იმაზე, რომ სასამართლოს ინფრასტრუქტურა არათუ მოწესრიგ და საუკეთესო დონეზეა. ეს არის ცალსახა და ვინც ამას ვერ ხედავს, უბრალოდ ვერ ხედავს. იმიტომ რომ მე მაქვს 16 წლიანი საადვოკატო გამოცდილება და ისეთ სასამართლოებში ყოფნის გამოცდილება, სადაც ფიზიკური განადგურების საფრთხის ქვეშ მუშაობთ, ხო? მეორე, რაც აღნიშნა ბატონმა ვალერიმ, არავინ არ დაობს იმას, რომ მოსამართლე ქრთამს არ იღებს. მე თანამდებობით ადვოკატებმა ყველაზე კარგად ვიცით ეს კულუარული ინფორმაცია, ეს საკითხი მოგვარებულია. ეს ორი საკითხი შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ მოგვარებული. არა მესამე საკითხი, რაც არის დამოუკიდებლობის ხარისხი. აქაც რანგირება. არსებობს სამოქალაქო საქმეები, არსებობს ადმინისტრაციული საქმეები, არსებობს სისხლის სამართლის საქმეები. აქ ობიექტურადაც სხვადასხვა სიტუაცია. სამოქალაქო საქმეზე სტატისტიკა რო ჩაატარო, 50% ყოველთვის კმაყოფილი გაყოლება, იმიტომ რომ მოგებულია და 50 უკმაყოფილი. აი დანარჩენ 50-ში რო გამოიწმე უკმაყოფილებას, ან ადამიანს რო ცოტა რთულია სისხლის სამართლის პროცესზე ნდობის ხარისხის ამაღლება და რატო ადამიანს რო დაიჭერდა გაასამართლეთ და თან ისე დაიჭირო და გაასამართლო რომ თან კმაყოფილი იყოს სასამართლოთი ცოტა რთულია, ხო? ამიტომ მე ვეთანხმები ამ ნაწილში ბატონ ზაზას, რომ არსებობს დიდი სტატისტიკა ეგრეთ წოდებული რუტინული საქმეების, რომელიც არავისთვის ცნობილი არ არის და რომელიც რაოდენობრივად 3-ჯერ, 5-ჯერ, 10-ჯერ აჭარბებს ზოგჯერ ჩვენთვის მნიშვნელოვან და ცნობილ საქმეებს, მაგრამ და შეიძლება სტატისტიკურად ეს მართლა ესე გამოიყურებოდეს 70-30-ზე, 60-40-ზე, მაგრამ მე მგონია ეს 30% ძალიან დიდია ჩემი გადმოსახედიდან და ძალიან ბევრი რაღაც დაგვრჩა გასავლელი და განსაკუთრებით სახელმწიფომ ყურადღება უნდა მიაქციოს ისე როგორც ჩვენი მონაწილეები, ჩვენს პროცესში მონაწილე მხარეები ვართ და ამ პასუხისმგებლობა სასამართლოს თუ დამოუკიდებელი არა, ჩვენც უნდა ვიზიარებთ, ჩვენც ვარ მართლმსაჯულებაში მონაწილე პირები. და გარკვეულწილად ჩვენი კოლეგები ცოდავენ იმაში, თუ ვიღაცა სადმე დამოუკიდებელი არ არის, თუ არ არის და ამაზე შესაბამის რეაგირებას არ ახდენს, თუ არ მიმართავს, გამოდის და მარტო ტელევიზორში ლაპარაკობს ამაზე და ინტერვიუს აძლევს. სამართლებრივი მექანიზმები არსებობს იმისი, რომ შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. აბა ვიკითხოთ ერთი რამდენი საჩივარი შევიდა იუსტიციის საბჭოში კონკრეტულ მოსამართლეზე, რომელიც მიგვაჩნია, რომ სამართლებრივად არასწორად მივიწყო. ნახავთ, რომ ძალიან ცოტა. ანუ ჩვენ რადგანაც მივეჩვიეთ ლაპარაკს და მივეჩვიეთ სამართლებრივ რეაგირებას. მოდით შევიტანოთ ეს საჩივრები. რატომ არ შედის ეს საჩივრები? არ ვიცი, გეკითხებით. მე არ ვიცი, მე შემოტანია, როდესაც და ყოფილა ესეთი შემთხვევა, რომ მქონია ესეთი სიტუაცია, რომ ეჭვი შემპარია მოსამართლის მოსამართლის შეცდომა ერთი, ეს არ არის საფუძველი, რომ ამისთვის არსებობს ემდგომი ინსტანცია, გაასაჩივრებთ და უფრო მაღალი კვალიფიკაცია ზემოთ და კიდევ უფრო მაღალი კვალიფიკაცია ზემოში, მაგრამ არსებობს კიდევ რაღაც, როცა შენ როგორც ადვოკატს გეპარე უკვე ეჭვი გეპარება საერთოდ იმაში, რომ სამართალი შედგა, ხო? მოსამართლის მიუკერძოებულობაში. მე მქონია საქმე, როცა ერთ მოსამართლეს კონკრეტულ საქმეებზე ორი სხვადასხვა გადაწყვეტილება გამოუტანია იდენტურზე და შემიმართავს იუსტიციის საბჭო. მე არ ვიცი ხა მიმართავენ თუ არა ჩემი კოლეგები, ალბათ იტყვიან და ბატონ ვალერი აკაცოდინება, მე მგონი გვიპასუხოს უნდა ამ შეკითხვაზე სამართლებრივი მექანიზმი. თუ შეგიძლიათ უპასუხეთ და შემდეგ ბატონ დიმასთან მექნება შეკითხვა. მე ვიყოდი რომ ნამდვილად არის მექანიზმი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაჩივრება
ადვოკატებისთვის და არა მხოლოდ ადვოკატებისთვის, ნებისმიერი მოქალაქისათვის, რომ უკმაყოფილება, რომელიც გამოიწვია არა მხოლოდ სასამართლოს ხარისხმა, არამედ სასამართლოს დამოუკიდებლობამ, სწორედ მაგ შემთხვევაში მომართონ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. ეს დავეთანხმება, საჩივრები შეიძლება ამ კუთხით ძალიან ცოტა. საჩივრები არის უფრო ტექნიკური ხასიათის. საჩივრები არის ხშირ შემთხვევაში უფრო განაწყენებული მხარეს მიერ გასაჩივრებული და სამწუხარო რეალობაა ის, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მოქალაქეები ასაჩივრებენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ფიქრობენ, რომ ამით შეიძლება შეიცვალოს მისი გადაწყვეტილება და ის ყველაზე მთავარი მექანიზმი, რომელიც არის ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრება, მათ რატომღაც შეიძლება გამორჩეთ, ან უბრალოდ არ უწყდნენ ამას. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ეს მექანიზმი, რომ თქვა გასაჩივრდეს მოსამართლეს გადაწყვეტილება, თუ კი რომელიმე მხარე შეეპარა ეჭვი კანონიერებაში, მოსამართლეს მიუკერძოლებაში და ზოგადად ობიექტურ მართლმსაჯულებაში, რა თქმა უნდა, თავისთავად ცხადე უნდა გამოიყენოს ეს მექანიზმი და იუსტიციის უმაღლეს საბჭო ნამდვილად ამ საკითხს ძალიან დიდი ყურადღებით განეხილა. გასაგებია ბატონო, აი საუბრობდით მოსამართლეების მიუკერძოებლობაზე, რა შემთხვევაში შეიძლება არის მოსამართლე დღეს საქართველოში მიუკერძოებელი და რა შემთხვევაში ვერ ხდება ის მიუკერძოებელი? ცოტა ზუსტად გაცილებით ესეთ პატარა მოკლე რეზიმირებაში ჩაატია ყველაფერი ის რითმაც პრაქტიკულად ამ საკითხთან დაკავშირებით მინდოდა და ყველა ის აქცენტი გააკეთა, რომელიც ასე ვთქვათ უნდა გაკეთებულიყო ობიექტურად ამ შემთხვევაში. ახლა შეკითხვის არსი რა შემთხვევაშია მიკერძოებული, რა შემთხვევაში არის მიუკერძოებელი, ცოტა არ იყოს ძალიან მეგობრებო, რატომ დავსვი ეს შეკითხვა? იმიტომ რომ ერთი თუ კი ხშირად გაიგონებთ, წაიკითხავთ და ასე შემდეგ, თუ კი პოლიტიკური мотиваცია არის საქმეში, მაშინ მოსამართლეს უჭირს ასე ვთქვათ, იყოს მიუკერძოებელი. ეთანხმებით ამას თუ არა? რა არის, იცით ახლა მე მომიწია საკმაოდ ისეთ საქმეებში მონაწილეობის მიღება, სადაც არ მინდა კონკრეტულად დავკონკრეტე ამ საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც საკმაოდ გახმაურებული იყო პოლიტიკური ნიშნიდან გამომდინარე. თუნდაც ამის თქმის საშუალებას მაძლევს მათი სტატუსი, რომელიც ასე ვთქვათ, უცხო ქვეყნის სახელმწიფო მიანიჭა მათ პოლიტიკური თავშესაფრთან დაკავშირებით, ნუ საუბარი არის კიბარხალვაშთან, ახლა ეს არ დამალულია, მთლიანად ზოგადად ცნობილი არა ეს ფაქტი. თუმცა მე ვერ ვიტყოდი და სწორედ რომ ამ დავაში როდესაც მონაწილეობდი, მე მომიწია, ასე ვთქვათ, სვიად თქვა, რომ იქ უკვე ძალიან სწრაფად უნდა მიგვიღო გადაწყვეტილებები. მომიწია არაერთი განცხადების გაკეთება, არაერთი უსიამოვნო განცხადების გაკეთება და საჯაროდ ამის ასე ვთქვათ, თქმა იმ შემთხვევაში, როდესაც დამეთანხმება ზუსტად, იმიტომ რომ გარკვეულწილად ჩვენი უფროსი თაობა და ბევრი რამე ჩვენი უფროსი თაობისგან და ეს კოლეგიალობა არის და ვისწავლეთ, როდესაც სწრაფი გადაწყვეტილებები გააქვს მისაღები ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადვოკატს და არ არის მხოლოდ ეფექტური ის საშუალება, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აქვს გარკვეული თავისი პროცედურები და რაღაც პრეტენზიები გამოთქვა მოსამართლეების მიმართ. მე ხარ ვაპირებ აქ დეტალიზაციას და სამართლებრივი ასპექტების თქმას, იქ სწორი იყო, არასწორი იყო თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ სპონტანურად როცა ამხელა შემოტევა არის, ამასაც აქვს გარკვეული ობიექტური მიზეზები, ამ შემთხვევაში იძულებული ხარ გააკეთო თქვა სიტყვაზე განცხადება და გარკვეულწილად უნდა დაიცვა ის სამართლებრივი ჩარჩოები და უნდა გაცდე ამ სამართლებრივ ჩარჩოებს სწორედ რომ აი ამ თუნდაც პოლიტიკური ეგრეთ წოდებული ბჭყალებში პოლიტიკური პროცესების დროს ადვოკატებმა. შენ შემთხვევაში სამწუხაროდ ჩემმა კოლეგა ადვოკატებმა, რომლებიც და მე ყოველთვის ვიძახდი რა, თუ თქვათ მათ რაღაც გარკვეული პოლიტიკური სიმპათიები აქვთ ამა თუ იმ პოლიტიკური ჯგუფის მიმართ, მაშინ უნდა დაანებონ ამ პროფესიას თავი და უნდა დაირქვას ყველაფერი თავის სახელი, მაგრამ ადვოკატი, რომელიც ამ ფარგლებს სცილდება და თქვა სამართლებრივი ჩარჩოების სცილდება რა, ჩემი აზრით არაეთიკური და არასწორი არის. არავითარ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად ძალიან ბევრჯერ მომიწია ჩვენთვის მტკივნეული თემები, იგივე თაბუკაშვილის 50, იგივე კიბარხალვაში საქმე, რომელიც საკმაოდ გახმაურებული საქმეები იყო და საკმაოდ დიდი ნებათაღელვა იყო. მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ მაშინ პროცესი ადმინისტრაციულ კოლეგიაში მიდიოდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ჯერ კიდე არ იყო ინფრასტრუქტურა ბოლომდე მოწესრიგებული. ამას მინდა ხაზი გაუსვა, იყო საკმაოდ რთული ვითარება, როდესაც გავეშებული გარეთ 20, 50, 60 ადამიანი ცდილობდა შესულიყო სასამართლოში და მანდატური სისტემა ახალი შემოღებული იყო ამ ინსტიტუტზე მინდა შემდგომ ვილაპარაკო, ხო? და რომ არ აქვს თქვა სიტყვაზე ისევ ჩვენი ადვოკატების და ისევ ჩვენი კოლეგების სწორი გადაწყვეტილება მერწმუნეთ ეს აჟიტირებული ხალხი, აი ამ შემთხვევაში უნდა მიიღო ადვოკატს სწორი გადაწყვეტილება, რომ მოემართა რომ ეს სასამართლო გადაწყვეტილება თუ განჩინება გამოვიდა და მოაბრუნო, ასე ვთქვათ, ისევ და ჩასვა პროცესი სამართლებრივ ჩარჩოებში. როცა მსგავსი ტიპის მძიმე პროცესებში შენ კლიენტი თხოვს უფრო მეც, ვიდრე ვთქვათ ხარ ადვოკატი, ეს უკვე კლიენტი ადვოკატის ურთიერთობაც არის, რომ მას უნდა აუხსნა ამ შემთხვევაში
რომ შენ ხარ ადვოკატი და შენ სამართლებრივად იბრძვი ამისთვის. ეს ორი საკითხი და მე არ შემილია არ თქვა უბრალოდ ეს თუნდაც აი ამ გახმაურებულ პროცესთან დაკავშირებით, როდესაც მე მომიწია, შეიძლება ეს ემოცია იყოს, შეიძლება ეს იყოს სწორედ ის პროფესიონალური, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად განცდა რა იმისა, რომ რაღაცნაირად უნდა დაგეცვა და რაღაც საზოგადოებისთვის და ვიღაცისთვის არ იყო აქ ბევრ შემთხვევაში არის ნათქვამი, რომ კონკრეტული პირის, ასე ვთქვათ, ამით უბრალოდ მე მომიწია ესეთ რაღაცის გაკეთება, რაც ასე ვთქვათ, შეიძლება არ ჯდებოდა იმ კონკრეტულ შემთხვევაში ადვოკატის, ასე ვთქვათ, მე გულისხმობ იმას, რომ მე ასე ვთქვათ, აი ამ სასამართლო პროცესების მერე, ასე ვთქვათ, მომიწია პრესკონფერენციის ჩატარება და კონკრეტული მოსამართლეების გვარების, ანუ აქ იუსტიციის საბჭოზე იყო საუბარი, დასახელება. თუმცა ამას მოყვა ის რეაქცია და ეს მინდა ამას მინდა ხაზი გაუსვა, უზენაის სასამართლოს ვებგვერდზე, ასე ვთქვათ, დაიდო მეორე მესამე დღეს ამის კრიტიკა, რომ შესაძლოა დადგეს ვთქვათ სიტყვაზე ადვოკატის პასუხისგებლობის საკითხი ესეთი განცხადებების გამო. ანუ მე იქ არანაირად არ გამიკეთებია არც ვინმეს პატივის და ღირსების შემლახველი განცხადებები, არც სასამართლოს იმიჯი არ შემილახია, რომელსაც მე პირდაპირ გეუბნებით, რომ ის სასამართლო რეფორმა, რომელიც ჩატარდა ამ პერიოდის განმავლობაში და ზვიადის დავეთანხმები, ის ინფრასტრუქტურა, რომელიც შეიცვალა და ვახსენე, სწორედ მანდატორის ინსტიტუტი უკაცრავად, როდესაც თბილისის აპელაციო სასამართლოში ზვიადი და ყველა ის ადვოკატი, რომელიც იმ სფეროში მონაწილეობდა და ერთ ოთახში სამი მოსამართლე ყოველგვარი დაცვის გარეშე და ადვოკატებს მუხლებზე ეკავათ საპროცესო კოდექსები ყველას გვახსოვს ალბათ ეს დრო და იყო ერთი ისეთ კურიოზული შემთხვევაც ეს ადრე, როდესაც მოსამართლე იყო აბსოლუტურად დაუცველი და განაცხენებული მხარე, ასე ვთქვათ, გაიპარა და კიდე კარგი რომ თქვათ სიტყვაზე, გამოეკიდა ეს მხარე და უბედურება არ დატრიალდა და დარეგულირდა ეს სიტუაცია. ანუ ის რომ დღეს სასამართლოს ინფრასტრუქტურა არის გაცილებით გაუმჯობესებული და არის ყველანაირი პირობები რომ ადამიანმა იმუშაოს არის, თუმცა იყო მე მესმის აბსოლუტურად პოლიტიკური ნიშნით ეს ჩემი პირადი შეხედულებაა, მე ამას ნამდვილად ვამბობდი და ვამბობ კიდევაც პოლიტიკური ნიშნით კონკრეტულად ვთქვათ რაღაც ტიპის გადაწყვეტილებების გამოტანა. თუნდაც ეს აჩვენებს იმას, რომ სტრასბურგის ევროსასამართლოს დღეს მიღებული აქვს ვთქვათ ეს კონკრეტული გადაწყვეტილება ქივარ ხალვაშთან დაკავშირებით, თუნდაც გვაჩვენებს თქვა ძალიან ბევრი სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც არის იქ გაგზავნილი შესაბამისად და ასე ვთქვათ, საბოლოო გადაწყვეტილებას ალბათ სტრასბურგი მიიღებს. მე არ მინდა რა ვთქვა, რომ მე აბსოლუტურად მომხრე ვარ იმ რეფორმის, რომელიც ტარდება, თუმცა აი ამ თქვათ სიტყვაზე ნიშნის იდეალური უცებ და უცებ ყველაფერი არ ხდება. იქიდან საიდანაც ჩვენ წამოვედით და დავასრულებ ხო? იქიდან საიდანაც ჩვენ მოვდივართ იმ კორუმპირებული სისტემიდან, იმ ჭაობიდან, სადაც გვიწევდა მოღვაწეობა და სიმართლის დამტკიცება და ძირითადი პრინციპი მაშინდელი ახალი თაობის ადვოკატების, ზვიადის და მაგის თაობის ადვოკატების 96-17, როდესაც ყალიბდებოდა ახალი ტიპის საადვოკატოს ბიუროები, სწორედ ეს იყო და საქმის მოგება არა ქრთამის მიცემით, არამედ საქმის მოგება შენი პროფესიონალიზმით. თუნდაც რომ მეორე მხარეს აბსოლუტურად გაუწევასწორები და უსამართლო დასაგებია, თქვენ მინდა გკითხოთ იმ ჩვენ საუბრობთ ძირითადად პრობლემებზე, იმიტომ რომ ყველაზე მტკივნეული ეს არის ხოლმე. თქვენ რა ძირითად პრობლემებს ხედავთ? მე ეს ერთხელ უკვე დავსვიე შეკითხვა სხვა სტუმრებთან და თქვენც მინდა გკითხოთ. რეფორმა უნდა გაგრძელდეს, რა თქმა უნდა. მე უბრალოდ მინდა აღვნიშნო, რომ მე იგივე სწავლის პერიოდში, როდესაც იურიდიულ განათლებას ვიღებდი, იმ პერიოდიდან მოყოლებული მახსოვს სასამართლო სისტემა და მე ასე ვთქვათ, ჩემი სწავლის პროცესში ვიყავი ძალიან დათრგუნული, იმიტომ იმ რეალობით, რაც მაშინ არსებობდა. რეალურად ინფრასტრუქტურაზე საერთოდ საუბარი არ მაქვს, საუბარი მაქვს იგივე კორუმპირებულობასთან დაკავშირებით, ანუ ნებისმიერ მხარეს შეეძლო ამა თუ იმ თანხის ან ღირებულების საფასურად მიიღო ის სასურველი გადაწყვეტილება, რომელიც მას სჭირდებოდა. ეს მე არ დავყოფ საქმეთა კატეგორიების მიხედვით, ნებისმიერ სასამართლო პროცესში სამოქალაქო სამართალწარმოება იქნებოდა ადმინისტრაციული თუ სისხლი, ანუ თანხით შეეძლო ადამიანს მიიღწია შედეგისთვის. აქ უკვე ალბათ ყველა პროფესიონალიზმს და იგივე ადვოკატებს და იგივე ნებისმიერ ადამიანს, ვისაც სასამართლოსთან შეხება აქვს, ყველაზე დიდი დისკომფორტი წარმოიშობა და ეს აბსოლუტურად გასაგებია, ითქვა უკვე რომ კორუფციის ელემენტები და ქრთამის მიცემა აღმოიფხვრა, მაგრამ მე მიმაჩნია რომ ეს არის ყველაზე ძირეული პრობლემა სასამართლოში, რომელიც დღის წესრიგში იდგა. ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა იყო, ჩემი აზრი ესეთია. მე მინდა აგრეთვე ისიც აღვნიშნო, რომ იგივე
თუ კატეგორიების მიხედვით დავუყობთ საქმეებს, სამოქალაქო სამართალწარმოების დროს მე ბოლო, არ ვიცი, შემიძლია 4-5 წლის განმავლობაში, 3-4 წლის განმავლობაში არ გამიგია რომ სასამართლოს მიმართ ადვოკატებს მოდით აღნიშნავ რომ ადვოკატი უფრო პროფესიონალურად აღწერს საქმეს და ანუ ადვოკატის მხრიდან უფრო მარტივად გასაგებია მიკერძოებულობა რას ნიშნავს ანუ მხარემ შეიძლება წააგოს პროცესი და ჩათვალოს რომ სასამართლო მიკერძოებული იყო მაგრამ ესე ნამდვილად შეიძლება არ ყოფილიყო ანუ ბევრი ფაქტორი არსებობს რაც შეიძლება იყოს გასაგები ბატონ დავით მინდა გადაეცვი შეიძლება მიკროფონი არის თუ არა დღეს თანაბარი პირობები მხარეებისთვის სასამართლოში შეჯიბრებითობა ну მოგეხსენებათ მე დაუბრუნდები 2-3 სიტყვით ჩემი კოლეგების აზრს და ფაქტი არის რომ რეფორმა მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარეობს და ეს რეფორმა ბუნებრივია არ დასრულებულა ბუნებრივია ეს რეფორმა ჩვენი დღესაც ვერ დასრულდება, რადგანაც არც უნდა დასრულდეს როგორც აღნიშნეთ, როგორც ითქვა, ეს არის სასამართლო სამოუკიდებლობა არ არის მოვლენა, ეს არის პროცესი და შესაბამისად ეს პროცესი გრძელდება, ყოველდღიური ბრძოლა ამისთვის ყველა მხრიდან უნდა გრძელდებოდეს. სამწუხაროდ ჩვენ მე პირადად ხშირ შემთხვევაში ვაკვირდები გარკვეულ ტენდენციას საქართველოში, რომ სასამართლო სისტემაზე, მართლმსაჯულების რეფორმირებაზე, აი ამ რთულ პროცესზე, რასაც მართლმსაჯულების ჩამოყალიბება ქვია, სამართლის უზენაესობის დამკვიდრება ქვია. კომენტარს აკეთებენ, ას გამოთქვამენ, ძალიან ესე თქვათ, უაპელაციო განცხადებებს აკეთებენ ხალხი, რომელსაც პრინციპში წარმოქმნა ნაკლებად აქვს რა არის ზოგადად მართლმსაჯულების სისტემა, რა არის სასამართლო, ეს ხშირ შემთხვევაში ეხება ჩვენ პოლიტიკურ სპექტრს და არა მარტო პოლიტიკურ სპექტრს, საზოგადოებაშიდაც გარკვეული, ასე თქვათ, მიანიტური და ნაივური დამოკიდებულებაა ყველაფერი ამის მიმართ. ხალხს გონია, რომ რაღაც გარკვეული მოვლენების გამო, რაღაც პოლიტიკური ცვლილების თუ პირიქით რაღაც პოლიტიკური რეფორმის თუ წინწასვლის გამო შეიძლება ჩვენელ დღეს გავიღვიძოთ და აღმოვჩნდეთ, ესე იგი, დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში. ეს არის აბსოლუტურად მიანიტური შეხედულება, იმიტომ რომ ეს არ არის პროცესი, რომელიც ერთ დღეში, ერთ თვეში, ერთ წელიწადში შეიძლება მიიღწეს. დღევანდელი განვითარებული დემოკრატიული ქვეყნები, იგივე დასავლეთ ევროპის, ამერიკის, რა ვიცი, ბევრი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები პოსტსაბჭოთა სივრციდან, ეს არის ისინი ყოველდღიურ რეჟიმში შრომობენ, იღწვიან, იბრძვიან რათა ეს სისტემა შენარჩუნდეს. გასაგები, ეს აბსოლუტურად გასაგები, მე მინდა ჩემ შეკითხვას დაუბრუნდეთ მხარეების თანასწორობის შესახებ. რაც შეეხება მხარეთა თანასწორობას, ესე იგი, როგორც მოგეხსენებათ, გარკვეული პროგრესი, ეს ნამდვილად უსამართლობა იქნება, არ აღინიშნოს, რომ ამ რეფორმირების პროცესში პროგრესი არა მარტო სიტყვაზე შეეხო მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას და ეხა შენობების გამართულებას, ეხა ესე არ არის. ბუნებრივია მოხდა მართლმსაჯულების ადმინისტრირების ოპტიმიზაცია სასამართლოებში და გარკვეული მართვის, ასე ვთქვათ, ოპტიმიზაცია, აი მენეჯმენტს ვიხმართ სიტყვა, სასამართლო საქმეთა, ასე ვთქვათ, წარმოების მენეჯმენტი, იგივე აპარატის დონე, გარკვეულწილად ეს კომუნიკაცია ადვოკატებსა და მხარეებს შორის, ამა ყველაფერმა აიწია. თუმცა, რა თქმა უნდა, გამოწვევები რჩება, პირველ რიგში გამოწვევა არის მართლმსაჯულების ხარისხი. ეხლა მოდი ასე ვთქვათ, მე სოციოლოგიის წინააღმდეგი არა ვარ და არაფერი ციფრების წინააღმდეგი არ გამაჩნია, მაგრამ თვითონ ის გამოკვლევები, გამოკითხვები, რაც ასე ვთქვათ, გვესმის და აპელირებენ, მაინც მთლად სარწმუნოდ არ მიმაჩნია. რადგანაც ყველაზე ობიექტური ალბათ შემფასებელი საბოლოო ჯამში სასამართლოს რეფორმის წარმატებულობის საზოგადოებრივი რაღაც გარკვეული სპექტრის კონკრეტული სპექტრი არ შეიძლება იყოს პირველ რიგში ამითი ასე თქვა კმაყოფილი უნდა იყოს იურიდიული პროფესია გლობალურად. იურიდიულ პროფესიაში არ გულისხმობ პირველ რიგში ესენი არიან თვითონ მოსამართლეები, ესენი არიან პროკურატურის, ადვოკატურის წარმომადგენლები, ადვოკატო კორპუსი, აქ არიან ჩემო ბატონო აღმასრულებლები, ნოტარიუსები და ასე შემდეგ. არის იურიდიული პროფესია, რომლის უფრო გააქტიურებაა რეფორმის წარმატების საწინდარი, ჩვენი აზრით. შესაბამისად ამ ჯგუფების უფრო ძლიერად ჩართვა რეფორმაში იქნება წარმატების საწინდარი. სწორედ ამ ჯგუფებმა უნდა ჩამოაყალიბონ სწორი კრიტერიუმები, რომ ეს რეფორმა წარმატებულია თუ არა და არა დაუშვათ რაღაც მექანიკური გამოკითხვები მაპატიოს ყველა მისე ჩაატარა, მაგრამ მე დაახლოებით ვიცი რა მეთოდიკი ტარდება ესენი. ესე იგი, როგორც აღინიშნა, სასამართლოში კმაყოფილი ყველა ვერ შეიძლება იყოს. არ არსებობს სასამართლოში ყველა კმაყოფილია. შესაბამისად გამოკითხული ხალხის
ტენდენციურობა, ანუ არაობიექტურობა ყოველთვის არის ასე ვთქვათ გარკვეულწილად ეჭვის ქვეშ. შესაბამისად, ეს არ შეიძლება იყოს ანუ რაღაც შედეგების და რაღაც აზრების დასკვნების გამოტანის გასაგები, მესმის მე დავსვი ბატონ გიორგი შეკითხვა მხარეთა შეჯიბრებითობაზე, თანაბარ პირობებზე, სახალხო დამცველის ანგარიში მთელი თავია სასამართლოსთან დაკავშირებით 2011 წლის ანგარიში და მე ჩემი შეკითხვა არის ის, რაც დავსვი პრინციპში ბატონ დავითთან, არის თუ არა არიან თუ არა მხარეები ყველა მხარისთვის არის თუ არა თანაბარი სასამართლოში ვითარება. მოგესალმებით პირველ რიგში სახალხო დამცველის აპარატში შემოსული თითოეული განცხადება, რომელიც შემოდის, ბუნებრივია ეს არის განაწყენებული მოქალაქის, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი უფლების დარღვევა იყო მის მიერ შემოტანილი, ასე ვთქვათ, დოკუმენტი. შესაბამისად, მხოლოდ ამ განცხადებებისა და საჩივრების ანალიზის საფუძველზე ძალიან ძნელია ზოგადად ტენდენცია ან სურათი მთლიანად შეფასდეს სასამართლო ხელისუფლებაში. ის რაც შეიძლება ამ დოკუმენტების ანალიზით დადგინდეს, ეს არის თავად მათი ხარისხი. ანუ ვთქვათ, როდესაც მოქალაქე მიიჩნევს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით ირღვევა მისი უფლებები, შესაძლებელია ის სასამართლო გადაწყვეტილების სამართლებრივი ხარისხი შეაფასოს სახალხო დამცველმა. მართლმსაჯულება იმით არის, ასე ვთქვათ, განსაკუთრებული სისტემა, რომ არ შეიძლება რწმენა, რომელიც მოსამართლეს გააჩინა, გადაისინჯოს რაიმე სახით. ის რაც შინაგანი რწმენით მოსამართლემ შეაფასა, მას ომბუდსმენი ვერანაირად ხელახალ კონტროლს ვერ გაუწევს. თუმცა, რამდენად იძლევა კონკრეტული გადაწყვეტილება იმის შესაძლებლობას, რომ იმ საქმეზე არსებული მტკიცებულებებით დადგინდეს კონკრეტული შედეგი, ამის შეფასება, რა თქმა უნდა, ომბუდსმენს შეუძლია. ანუ რას გულისხმობ ესე რომ თქვა, რამდენად არის დასაბუთებული თითოეული აქტი, რომელიც სასამართლოს მიერ არის გამოცემული. თუ კი აქტი არ არის იმდენად დასაბუთებული, რომ შეიძლება რეალური სურათი წარმოვიდგინოს, აღიქვას ნეიტრალურმა ადამიანმა და მიიჩნიოს ის სამართლიან გადაწყვეტილებად, ბუნებრივია ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველს შეიძლება ჰქონდეს საკუთარი მოსაზრებები და ეს მოსაზრებები ასახულია ანგარიში საკმაოდ დეტალურად. ამის შესახებ უთითებს არა მარტო ჩვენი ოფისი, სახალხო დამცველის ოფისი, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებში სწორედ საქართველოს წინააღმდეგ ამაზე არის ხაზგასმა გაკეთებული, რომ გადაწყვეტილებები მათ შორის ეს იქნება შუალედური თუ იქნება საბოლოო, უნდა იყოს მეტად დასაბუთებული, რათა მოხდეს მათი შემდგომი შინაარსობრივი შეფასებაც. და აქვე მინდა ერთი საკითხი შევეხო, რაც ზოგადად სასამართლო დამოუკიდებლობას ეხება. სახალხო დამცველმა გადამისარო ანგარიში წარადგინა პარლამენტში, სადაც ასევე იყო საუბარი სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. მან მოხსენებაში ხაზი გაუსვა ერთ ძალიან მნიშვნელოვან აუცილებლობას, ეს არის მოსამართლეებისათვის კიდევ უფრო მათი დამოუკიდებლობისათვის კიდევ უფრო გაიზარდოს მათი შრომის ანაზღაურება, იმიტომ რომ პრაქტიკულად მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადგილი მოსამართლეების ვაკანტურია სასამართლო სისტემაში და ჭირს კვალიფიკაციური კადრების მოძიება და შევცევა სასამართლოსი და ამოდევად ადამიანები, რომელიც გადამზადებას გადიან სისტემატურად და სახელმწიფო ძალიან დიდ ფულს ხარჯავს ამ ყველაფერში, შემდეგ ნუმერა სისტემიდან მიდიან, ამ სასამართლო სისტემიდან გადადიან კერძო სტრუქტურებში, სადაც შედარებით მაღალი ანაზღაურება აქვს. ანუ აუცილებელია სახელმწიფოში მოხდეს ერთის მხრივ შემარჩუნება იმ ესე ვთქვათ მოწყვლადი ჯგუფის, ასაც ქვია ესე ვთქვათ, იურისტები, რომლებიც აპირებენ მუშაობას სამოსამართლო პრაქტიკის კუთხით და ამავდროულად მოხდეს მათთვის მაღალი სოციალური გარანტიების შექმნა, იმიტომ რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე იყო საუბარი, რაც არ უნდა ბევრი საჩივარი წავიდეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ამით მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გაზრდა პრაქტიკულად მე შეუძლებელად იმაჩნია. გასაგები, კიდევ ერთ საკითხზე მინდა გკითხოთ, ადვოკატებზე ზეწოლის ფაქტები თუ არის შემოსული და თუ მოხდა ანგარიში მსგავსი ფაქტების შესახებ რა ინფორმაცია? ადვოკატების ზეწოლის ფაქტები რას გულისხმობთ კონკრეტულად, ხო, რომ დავაკონკრეტოთ ამ ხელის შეშლას მაგალითად მათ საქმიანობაში ასეთი ფაქტები ფიქსირდება თუ არა? იცით რა, ზღვარის გავლება ძალიან ძნელია, ყოფილა სახალხო დამცველის ოფისში შემოსული საქმეები, რომლებიც შეეხება ადვოკატთან მიმართ წარმოებულ დევნას, ეს დევნა შეიძლება იყოს სისხლის სამართლებრივი, თუმცა იმის კვალიფიკაცია, რომ ეს არის მათ წინააღმდეგ დევნა სისტემური, ცოტა ძნელი და რთული შესაფასებელია, იმიტომ რომ სახალხო დამცველის ოფისში შემოსული თითოეული ესეთი ფაქტი არის ინდივიდუალური შემთხვევები, რომელსაც ინდივიდუალური შესწავლა სჭირდება. უბრალოდ ერთი საკითხი მინდოდა და მე კონკრეტებინა, ერთ-ერთი პრობლემა, რომელსაც უთითებს ყველა სასამართლო სისტემასთან მიმართებაში, მათ შორის ასახული იყო თუ არ ვცდები ახალგაზრდა ჯურისტთა ასოციაციის ანგარიშიც თავის დროზე, ეს არის მოსამართლეთა გადაყვანა ერთ სასამართლოდან მეორეში, ასე ვთქვათ, უფლებამოსილების განსახორციელებლად. ძალიან ბევრი არის შემთხვევები, როდესაც გვხვდება, რომ ვთქვათ, კონკრეტული მოსამართლე თბილისის სასამართლოდან გადაიყვანეს, ვთქვათ, ზესტაფონის სასამართლოში მიამაგრეს, ზესტაფონიდან წაიყვანეს ქუთაისის სააპელაციოში, აპელაციიდან თბილისის საქალაქოში და ესე შემდეგ. ანუ მოსამართლეთათვის ესე ვთქვათ, ასეთი გადაყვანის შემთხვევა უნდა იყოს უკიდურესი
უკიდურესი ზომა, იმიტომ რომ ეს უკიდურესი აუცილებლობით განპირობებული და ამ შემთხვევაში აუცილებელია სახელმწიფოს შექმნას საკმაოდ მაღალი სოციალური გარანტიები თითოეული გადაყვანილი პირისათვის, იმიტომ რომ თქვენ წარმოვიდგინეთ მოსამართლე, რომელიც ცხოვრობს, მისი ოჯახი არის თბილისში, საქმიანობს და ჰიპოთეტურად ვამბობ, მას დაეკისროს სამოსამართლო უფლებების განხორციელება, ვთქვათ, რომელიმე მაღალმთიან რეგიონში საქართველოში. მისთვის პრაქტიკულად გარემო ხდება ძალიან უცხო და ეს გარკვეული დისკომფორტი შექმნელი იქნება. ამიტომ მიგვაჩნია, რომ კანონმდებლობას ამ კუთხით ბევრად უნდა დაიხვეწოს და უნდა იყოს უზრუნველყოფილი, ეს ვთქვათ, მათთვის სოციალური გარანტიები. და ერთი საკითხი, რასაც ასევე ხაზი მინდა გავუსვა, საუბარი იყო, რომ სასამართლოსადმი დამოუკიდებლობისადმი სერიოზული პრეტენზიები გააჩნდა საზოგადოებას, ნამდვილად ესე იყო და ეს ეხებოდა არა მარტო სისხლის სამართლის მომსაჯულებას, არამედ ყველა სფეროს. ჩვენ თუ კი შევხედავთ რეფორმის დაწყებამდე არსებულ სასამართლო სისტემის მდგომარეობას, თანაბრად შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც სამოქალაქო წარმოებისას, ისევე ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის წარმოებისას სასამართლოს მიერ პრეტენზიები თანაბრად ისმოდა. დღეს ამ კუთხით მდგომარეობა, მე ვფიქრობ, რადიკალურად შეცვლილია სამოქალაქო სამართლის წარმოებასთან მიმართებით. იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარე კმაყოფილი ვერ იქნება პროცესით, ნეიტრალი ადამიანს მათ შორის ადვოკატს მას ყველაზე კარგად ისმის, რამდენი შეიძლება გქონდეს შანსი პროცესის მოგების და მისი განაცხენება, ეს თქვა, უფრო ძნელი არის, კარგად გამიგეთ. თუმცა კი პრობლემები დარჩა სისხლთან მიმართებაში და ალბათ ეს კითხვა რატომ დარჩა სისხლთან და არა სამოქალაქოში, ალბათ სწორედ გასაგებია ბატონ გიგას მინდა აზრის გამოთქვის საშუალება მისცეს, შემდეგ ბატონ კახას კარგი თქვენ დაიწყეთ რეფორმ არ არის მიკროფონი საჭირო. დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისათვის. მე მართლაც დავეთანხმები იმ აზრს, რომ საქართველოს სამწუხაროდ არ გააჩნდა დამოუკიდებელი სასამართლოს ისტორია, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამის მომსწრე პრაქტიკულად არ ყოფილვართ. ეს გასაგებიცაა, ჩვენ 20 წელია სულ რაც რეალურად დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, აქედან გამომდინარე სისტემა, სასამართლო სისტემა აუცილებლად საჭიროებდა რეფორმირებას და ეს პროცესი დაიწყო, საბედნიეროდ გრძელდება და დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ დიდხანს გაგრძელდება და ამის შედეგს ყველა ადრე თუ გვიან ჩვენ დავინახავთ. იმ დროს, როდესაც მე საადვოკატო საქმიანობას ვიწყებდი 10-11 წლის წინ დაახლოებით, ერთადერთი განსაკუთრებით რაც მე მაშინებდა, ეს იყო ის, რომ იმ შემთხვევაშიც კი მე თუნდაც მქონოდა მომგებიანი სამართლებრივი პოზიცია, იყო ძალიან დიდი ალბათობა იმისა, რომ მოწინააღმდეგე მხარე შესაძლოა ქონოდა, ასე ვთქვათ, ზედმეტი მატერიალური რესურსი და ფულის მეშვეობით მოეხდინა დიახ, მოეხდინა მისთვის სასურველი და ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანა. საბედნიეროდ დღეს მე იმის შიში, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება განპირობებული იქნება ფრანკლინის გამოსახულების კუპიურით, მე დღეს უკვე არ ამბობ. ის შიში გაქვს. პრინციპში იმ სფეროში, რაშიც მე ვარ დაკავებული, მე კერძო სამართლის სპეციალისტი გახლავართ, მინდა ვთქვა, რომ პრაქტიკულად სერიოზულ პრობლემას და სერიოზულ ხარვეს მე არ წავწყდომი ვარ, ასეა თუ ისე საკანონმდებლო ბაზა იძლევა იმის საშუალებას, რომ პროცესი წარიმართოს შეჯიბრებითობის პრიორიტეტების დაცვით, აქედან გამომდინარე მეტი წილი უკვე ადვოკატის კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული. ანუ გულისხმობს სამოქალაქო დაავებთან მიმართებაში. ხლა რაც შეეხება აქ პრეტენზიები იყო სისხლის სამართლის საქმეებზე, ამასთან დაკავშირებით მე პირადად ვერ გავაკეთებ კომენტარს. რა ჩემი სფერო. თქვენ მინდა გთხოვოთ აზრის გამოთქმა, ბევრი აზრი გამოითქვა პრინციპში საუბრობ ძირითადად პრობლემებზე, თქვენ რა პრობლემებს ხედავთ? ადვოკატებმაც აღნიშნეს, რომ სასამართლოში მენეჯმენტი დაიხვეწა და იხვეწება. ეხლა სასამართლო მენეჯმენტი რეალურად რა არის? ეს არის ორგანიზაცია თვითონ სისტემის. ეს არის საქმე და რაოდენობა, რომელიც იხილება და რომელიც ძალიან ბევრი რაოდენობით იყო დაგროვილი და ეს ხელს უშლიდა განხილვას, მაგრამ ეს სერიოზულად შემჭირდა. ძალიან დაჩქარდა საქმის წარმოება, ანუ ამასაც ადვოკატები ხშირად აღნიშნავენ, რომ სასამართლო ჩვენთან საქმის წარმოების გაჭიანურება შედარებით უფრო იშვიათი პრობლემაა, ესე ვთქვათ. ეხლა რაც შეეხება, ანუ ამ კუთხით რაც შეეხება საქმეების მართვას და მენეჯმენტს და ასე ვთქვათ საქმეების ნაკადთან თავის გართმევას, ეს მართლა სერიოზული პროგრესია, ამაზე ორი აზრი არის. თუნდაც იგივე ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც არის ელექტრონული სისტემის განვითარება სასამართლოს შიგნით, რაც მოქალაქეებს შესაძლებლობას მიცემს და ეხლა უკვე აძლევს ეს ვთქვათ ნაწილობრივ სასამართლოებში, რომ ელექტრონული ფორმით დაუკავშირდნენ სასამართლოებს და გაადვილდეს მათი ურთიერთობა სასამართლოსთან. ეს არის ძირითადი, ასე ვთქვათ, რაზედაც მე მგონი ვიდეოთ თαυτობით ერთიმეორეს. მაგრამ საკითხი რაც შეეხება საკითხი რაც თქვენ დასვის სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ, ეს მართლა გლობალური საკითხია და ეს უკავშირდება არა მხოლოდ სასამართლოს, არამედ საზოგადოების ცნობიერებას. მე ასე ვფიქრობ. არ შეიძლება სასამართლოს დამოუკიდებლობა ცალკე მოწყვეტილი ფენომენი იყოს და საზოგადოება ცალკე მოწყვეტილი ფენომენი იყოს. ანუ სასამართლოს დამოუკიდებლობა არსებობს როგორც სასამართლოში,
ასევე სასამართლოს გარეთ. მე ვფიქრობ, ამაზე ძალიან ბევრია სამუშაო, თუნდაც დაწყებული სასამართლოს გარეთ, ის რომ საზოგადოებამ საერთოდ გაიგოს, რას ნიშნავს დამოუკიდებელი სასამართლო, ანუ რას ნიშნავს დამოუკიდებლობა. მე ვფიქრობ, დამოუკიდებლობის გაგება, ზოგადად, აი ინსტიტუციური გაგება ჩვენთან ჯერ კიდევ ჩამოყალიბებული არ არის. ანუ საზოგადოება იცოდეს, რას ნიშნავს დამოუკიდებელი სასამართლო, იმიტომ რომ აბსოლუტურად დამოუკიდებელი არაფერი არ შეიძლება რომ იყოს. მეორე, თვითონ სისტემის შიგნით. რაც შეეხება სასამართლო სისტემის შიგნით, აქაც რასაკვირველია არის გასატარებელი ღონისძიებები, რომლითაც უნდა ამაღლდეს. თვითონ არა მხოლოდ ისა თუდოთ რეალური დამოუკიდებლობა, არამედ შეგრძნება დამოუკიდებლობის შეგრძნება მოსამართლეების მიერ. ანუ მოსამართლემ ჩემი ეს მე არ მინდა დიდხანს გავაგრძელო ჩემი სიტყვა. სისტემა უნდა მიიღოს ყველანაირი ღონისძიება, რომ მოსამართლემ თავი იგრძნოს სისტემის მწვერვალად. არა როგორც სისტემის ესე ვთქვათ ბოლო წერტილად, რომ იერარქიად, რომ მე ვარ პირველი სტაციის მოსამართლე, ჩემ თავზე არის სააპელაციო და იმეთის იქეთ უზენაესი და შემდგომ კიდევ იუსტიციის უმაღლესი საბჭო. არამედ თითოეულ მოსამართლემ შეიგრძნოს თავი როგორც სისტემის მწვერვალმა, რომელსაც რასაკვირველია კონტროლდება, მაგრამ მაინც პირველ ეტაპზე ეს არის მოსამართლის ესე ვთქვათ პირადი ღირსება, პირადი ესე ვთქვათ დამოუკიდებელი საქმიანობა. ამის შემდგომ რეალურად მართლა უკვე ესე ვთქვათ შედეგებიც თვალსაჩინო იქნება. გასაგებია, მე ქალბატონ თამარს დაუსვამ შეკითხვას, რომელზეც პასუხი მინდა რეკლამის შემდეგ, დავბრუნდებით რამდენიმე წუთში პირდაპირ ეთერში, მაგრამ მინდა ვისაუბროთ ამ რეფორმის ხარვეზებზე და იმაზე, რა პრეტენზიებით მოგმართავენ თქვენს ორგანიზაციას მოქალაქეები. ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, მოქალაქეებს რა პრეტენზია აქვთ. მოდით რეკლამა, რამდენიმე წუთში დავბრუნდებით კვლავ ეთერში და განვაგრძობთ საუბარს. ევროპული არჩევანი კვლავ ეთერშია. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ საუბრობთ სასამართლო სისტემაზე. ქალბატონ თამარ რეკლამაზე გასვლამდე მე დავსვი შეკითხვა, რა ხარვეზებს ხედავთ ამ რეფორმის მიმდინარეობისას, რა საჩივრები და პრეტენზიები შემოდის თქვენს ორგანიზაციაში სასამართლოს მიმართ? დიდი მადლობა კითხვისთვის. რამდენიმე საკითხს მინდა გაუსვა ხაზი. პირველ რიგში აქ რიცხვებზე იყო საუბარი და მე მგონი ზუსტად რიცხვები არის ის შესაძლებლობა, რომ პრობლემების გამოხატოთ ყველაზე კარგად, ასე ვთქვათ. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის საკითხი, რაც ძალიან ხშირად მუსირებს, ეს არის გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა და როგორც ვიცით, გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა 2010 წლისთვის იყო 0.1%-ზე ნაკლები. და როგორც აღინიშნა, დაახლოებით 17000 განაჩენი გამოაქვს სასამართლოს და როდესაც გამამართლებელი განაჩენების რიცხვი ხვედრითი წილი არის ასეთი დაბალი და როდესაც თქვათ ეს არ არის განცალკევებული საკითხი, არამედ ამასთან ერთად ჩვენ გვაქვს ძალიან მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა, ჩვენ გვაქვს მდგომარეობა, როდესაც სისხლის სამართლის საქმეებზე უმეტესად თავისუფლების აღკვეთა გამოიყენება როგორც პასუხისმგებლობის ზომა და ძალიან ხშირად გამოიყენება არაადეკვატური პასუხისმგებლობა, ასე ვთქვათ, ძალიან მაღალი ოდენობა წლების, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი ოდენობა წლებისა, ზოგიერთ შემთხვევაში ძალიან მცირე დანაშაულის ჩადენისთვისაც კი. ეს ყველაფერი კომბინაციაში იწვევს იმას, რომ საპროცესო შეთანხმებების პროცენტულობა გამოდის ძალიან მაღალი და ჩვენ ვიცით, რომ 80%-ს გადააჭარბა საპროცესო შეთანხმებებმა. ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ იმ ადამიანების გამოცდილებიდან გამომდინარე, ვინც ჩვენთან მოდის და ჩვენი ადვოკატების გამოცდილებიდან გამომდინარე, ზუსტად შემიძლია გითხრათ და ასე ვთქვათ, პასუხს ვაგებ ჩემს ნათქვამზე, რომ განცდა საზოგადოებაში იმისა, რომ არ აქვს აზრი სასამართლოში წასვლას, დავას, ასე შემდეგ არის ძალიან მაღალი. და ის, რომ აუცილებლად თუ კი გაუმართლა ადამიანს და მას თავაზობენ საპროცესო გარიგებას, აუცილებლად უნდა გამოიყენოს ეს შანსი და დათანხმდეს სისხლის სამართლის საქმეებში, თითქმის გამონაკლისის გარეშე გვხდება. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი საქმეები, სადაც ვეუბნებით ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფს, რომ მას აქვს რეალური შანსები, რომ გამამართლებელ განაჩენს მიაღწიოს, მაგრამ ადამიანი მაინც უკან იღებს. ვერაფრით ვერ ვახერხებთ დარწმუნებას ადამიანის იმაში, რომ აქვს საქმეში ძალიან სერიოზული შანსები, რომ ასე ვთქვათ, გამართლდეს, მაგრამ ის მაინც ამბობს, რომ არა აქვს არანაირი ნდობა სასამართლო და ეს არ არის ერთეული შემთხვევები, ძალიან ბევრი ადამიანი არის ასეთი, რომ არ აქვს ნდობა სისტემის მიმართ და შესაბამისად მას ურჩევია დათანხმდეს იმ საპროცესო გარიგებაზე, რომელსაც სთავაზობს და ასე ვთქვათ, არ გარანტირებულად არ აღმოჩნდეს სასჯელ აღსრულებით დაწესებულებაში. ამიტომ მე ვერ ვიტყოდ, ბედნიერი ვიქნებოდი მე, რომ მქონდეს ის განცდა, რომ ხარვეზები ფიქსირდება მხოლოდ გამონაკლის საქმეებში და მხოლოდ 4-5 საქმე არის, ვთქვათ, იმ 17000 საქმიდან პრობლემური. მე მაქვს განცდა, რომ პირიქით მაგალითად სისხლის სამართლის საქმეებში ძალიან დიდი პორცია, ასე ვთქვათ, საქმეების არის ან დაუსაბუთებელი, ან არც მიდის საერთოდ სასამართლოს მსჯელობამდე ბოლომდე, იმიტომ რომ საპროცესო გარიგების ეტაპზე ადამიანი თანხდება და საერთოდ არ იღებს იმ გადაწყვეტილებას, რომ წავიდეს და იბრძოლოს და გამოიყენოს დამოუკიდებელი სასამართლოს შანსი, ასე ვთქვათ. და ეს არის, რა თქმა უნდა, სასამართლო სისტემის პრობლემა. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს არის მხოლოდ პროკურატურის პრობლემა, იმ ადამიანის პრობლემა ან ადვოკატების პრობლემა. ეს არის სასამართლო სისტემისთან. ასე მინდა ერთ
საკითხი შევეხოთ, ძალიან ხშირად არის ლაპარაკი პროკურატურის გავლენაზე. აქ რა პრობლემები გვხვდება? გავლენაზე მე ნამდვილად ვერ გეტყვით მაგალითად პროკურორი урეკავს თუ არა მოსამართლეს, მე დიდი იმედი მაქვს რომ არ урეკავს და ფიქრობ რომ არც урეკავს, მაგრამ ის შედეგები, რა შედეგებსაც ჩვენ ვიღებთ, ანუ თითქმის 99.9 პროცესში, როდესაც ეთანხმება სასამართლო პროკურატურის ინიციირებულ საქმეს, ასე ვთქვათ, და იღებს უცვლელად იმ გადაწყვეტილებას, რაც პროკურატურამ შესთავაზა, მე მგონი ზუსტად რომ რიცხვები საუბრობენ, აქ ამბობენ თავის სათქმელს. ასევე აღნიშნული იყო დისციპლინური წარმოება, შეიძლება ძალიან კარგადაც მიმდინარეობს, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად დახურული პროცესი. არ აქვს განცხადებას არანაირი ინფორმაცია იმის შესახებ, თუნდაც რა შედეგი მოყვა, ასე ვთქვათ. შესაბამისად, ალბათ შეიძლება ამაზე უნდა ვიფიქროთ, რომ ნაწილობრივ ამ დახურულობის გადასინჯვა მოხდეს და შეიძლება რაღაც ეტაპზე უნდა ქონდეს საზოგადოებას ინფორმაცია დისციპლინური წარმოების შედეგების შესახებ. როდესაც არ იცი რა ხდება, რა თქმა უნდა, ნდობა ვერ გექნება იმის მიმართ, სადაც არ იცი რა ხდება. იგივე შემიძლია ვთქვა ზოგადად სასამართლო პროცესების ხდომების ხელმისაწვდომობაზე, ვიცით რომ ვიდეო აუდიო გადაღება აკრძალული არის და მე არ ვამბობ რომ უნდა დაბრუნდეს ის არეულობა რაც პროცესებზე ხდებოდა, მაგრამ არის მუხლი, რომელიც უნდა აძლევდეს საშუალებას და მხარებს, რომ თქვათ მოთხოვნის შემთხვევაში ან სასამართლოს მიერ წარმოებული ჩანაწერი მოიპოვოს, ან თავად შეძლოს აუდიო ჩაწერის წარმოება, მაგრამ თითქმის ყველა შემთხვევაში, რომელიც ჩვენთვის არის პირადად ცნობილი და ჩვენ ძალიან ბევრი ჟურნალისტი მოგმართავს ამ პრობლემით, ვერ ახერხებენ ვერანაირი ასე ვთქვათ ნებათვის მოპოვებას იმაზე, რომ ასეთი ჩანაწერები აწარმოონ. Ფიქრობ, რომ მეტი გამჭვირვალობა ჭირდება მოსამართლების დანიშვნის და დაწინაურების პროცესში. და ესეც არის ნამდვილად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. გასაგები, ბატონ პოლკეს მინდა ვკითხო. შეიძლება ერთ საკითხს მოკლედ თუ შეიძლება ძალიან მოკლედ ვეცდები, რომ ერთ საკითხს თქვენ კი დასვით ზუსტად კითხვა ადვოკატებისათვის საქმიანობაში ხელი შეშლაზე და მე მინდა მოვიყვანო სულ ბოლო მაგალითი, რომელიც 26 მაისის აქციებს და ზოგადად ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებს ეხება. ამ შემთხვევებში გასაგებია რომ სამართალწარმოების პროცესი არის სწრაფი, მაგრამ ჩვენს ადვოკატებს მაქსიმუმ ეძლევათ 10 წუთი იმისთვის, რომ საქმის მასალებს გაეცნონ და 10 წუთი ნამდვილად არ არის ის ადეკვატური დრო, როდესაც შეიძლება რომ ადვოკატი მოემზადოს ასე ვთქვათ საქმის გასაცნობად და დაცვის ეფექტურად წარმოება. გასაგებია, ბატონ პოლკეს მინდა ვკითხო კანონმდებლობის ჰარმონიზაციასთან დაკავშირებით, რამდენად შეესაბამება კანონმდებლობა ევროპულ კანონმდებლობას და ნორმებს და შემდეგ მივცემ შესაძლებლობას ბატონ ზაზას და ბატონ ვალერის გამოთქვას აზრი და შემდეგ უკვე ადვოკატებსაც. აუცილებლად. ჩემი როგორც მე ვიცი, აქაც საქართველოს წინსვლები აქვს. ერთ აქტუალურ მაგალითს მოვიყვან. მოგეხსენებათ, რომ აქ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას წარმოადგენენ გერმანიის ფედერალური მთავრობის ეგიდით. ჩვენ თანამშრომლობთ საკპატენტთან, ინტელექტუალური საკუთრების სფეროში, კანონის სფეროში და აქ შემუშავდა ასე ვთქვათ საოპერაციო სამოქმედო გეგმა, როგორ მუშაობა ამ სფეროში ერთობლივად. ამ გეგმის შემუშავებას წინასწრებდა ანალიზი კანონმდებლობისა და სწორედ ამ ანალიზის გზით ჩვენ მივედით დასწრებამდე, რომ აქ მიღწევები საკმაოდ დიდია, თუმცა ასე ჯერ კიდევ არის სასახლეწი ნორმები, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ აქ კანონმდებლობა ამ კუთხით ძალიან დადებითად განვითარდა. არსებობს სხვა სფეროები საკანონმდებლო კუთხით, მაგალითად კონკურენციის სამართალი, სადაც საქართველოს ევროკავშირთან აქვს მოლაპარაკებები და იღებს კონსულტაციას ევროკავშირისაგან, თუ რა არის იქ დასახვეწი და თქვათ გასაუმჯობესებელი, მაგრამ ეს ბალანსი საკმაოდ დადებითია, რაც ჩვენ გვაქვს ხელთ კანონმდებლობაში. გასაგებია, მოვიდა თქვენი ჯერიც, ასე ვთქვათ და ბევრი პრეტენზია იყო, დაიწყეთ, რომელზეც გნებავთ უპასუხეთ პირველ რიგში. ესე იგი, პირველ რიგში მე მინდა ისევ და ისევ ამ საზოგადოებრივი განწყობისა და ასე ვთქვათ საზოგადოებაში არსებული შეხედულების თაობაზე ვთქვა. დღევანდელი მთელი გადაცემის განმავლობაში ესეთ შეგრძნება მაქვს, რომ აქ ყოველ შემთხვევაში თქვენის მხრიდან ფიქსირდება de facto არსებული რეალობა, რომ სასამართლო ხელისუფლება არის მიკერძოებული, სასამართლო ხელისუფლება არ არსებობს, სასამართლო ხელისუფლება არის ტენდენციური, დამოკიდებული სხვადასხვა სხვაზე და ასე შემდეგ და ეს არის გაბატონებული აზრი და ეს არის აბსოლუტური ჭეშმარიტება. და ასე გამოვიდა, რომ ჩვენი ასე ვთქვათ მხარეები, ადვოკატები იცავენ ამას შეძლების დაგვარად და ცდილობენ ის ობიექტური ინფორმაცია მიაწოდონ, რაც მათ იციან. მე შეიძლება ასე ვთქვათ სუბიექტური ვარ, როგორც სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ასე საკითხის დაყენება არ შეიძლება. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ
ყველაფერს აქვს თავისი საფუძველი, ყველაფერს აქვს თავისი შეფასებითი კატეგორია და ყველაფერზე შეიძლება ადამიანმა ილაპარაკოს. მაგრამ ამ საუბრის უკან რა დგას, ეს არის მთავარი. როდესაც ადვოკატები ამას ამბობენ, ბაზაზა ალბათ ბუნებრივია, ყველაფრის უკან დგას რაღაც ფაქტები. კი, გააგრძელეთ, მაგრამ ჩართვის სახით. დიდი მადლობა, მაგრამ ისედაც ცივად რო დაგვიტოვეთ და თქვენს ნებართვით ვეცდები ძალიან ლაკონურად გამოხატოთ ჩვენი პოზიცია. ჩემი პოზიცია პირადად. იმიტომ რომ საქმე არის ყველაზე მთავარ პრობლემასთან დაკავშირებული. რაც არის სამოქალაქო საზოგადოების დაბალი სამართლებრივი დონე, რაც არის ზოგადად იურის პროფესიაში მყოფი ადამიანების უმრავლესობის დაბალი სამართლებრივი დონე, რაც არის ზოგადად ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის მშვენიერი სალაპარაკო თემა, რომ ჩვენთან ხო სასამართლო ხელისუფლება არ არსებობს და ამით პოლიტიკური თუ სხვა სახის ქულების დაწერა და ერთიანობაში დიდი სამართლებრივი ნიჰილიზმის შთანერგვა, რომელიც ძალიან მარტივად გასაკეთებელი საქმეა და ამ დროს არავინ არ უსმენს იმ რეალობას, რა რეალობაც არის. ჩვენი მთავარი პრობლემა, ჩემის მოსაზრებით, არის ის, რომ სამწუხაროდ სამოქალაქო საზოგადოებას არ აქვს სრული ინფორმაცია სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ სასამართლო ხელისუფლების ბრალი და მიზეზი. ეს არის თავად სამოქალაქო საზოგადოების, ასე ვთქვათ, ნაკლებად დაინტერესებულობის მიზეზი. ეს არის ალბათ ჩვენი მხრიდან კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, ზედმეტი მოქმედებების განხორციელების მიზეზი, მაგრამ ამაში თქვენ ჟურნალისტების გარეშე შეუძლებელია რაიმე შედეგის მიღწევა თქვენი დახმარების გარშე. ჩვენ არ გთხოვთ ჩვენს გამართლებას, ჩვენ გთხოვთ მხოლოდ ობიექტური ინფორმაციის მიწოდება სამოქალაქო საზოგადოებისადმი. ეს გადაწყვეტილი არის ადგილი, სადაც ამაზე არის ლაპარაკი, ბატონო, თქვენ იცავთ პოზიციას. მაგრამ თქვენი კითხვებიდან გამომდინარე, მე ასეთ შთაბეჭდილება არ დამჭარ. მე ის შეკითხვები დავსვი, რაც საზოგადოებაში არის და თან პოლემიკაში არ შემოვიდი. არა, ბუნებრივია, მე პოზიციის დაკითხვებს. მადლობთ. რაც შეეხება ზოგადად აი ამ სიტუაციებს, ხომ? ყველაფერი მომდინარეობს იქიდან, რომ გარკვეულ კონკრეტულ საქმეებში, თის და ჩამოსაფლელ საქმეებში მოსამართლეები იღებენ სუბიექტურ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ამ საქმეებს აქვს პოლიტიკური ერფერი. უკაცრავად, მაგრამ პოლიტიკური ერფერი ესეთი სამართლებრივი ტერმინი არ არსებობს. პოლიტიკური პატიმარი ესეთი არც ერთ საქმეზე არ არის დაფიქსირებული. თუ განზრახ მკვლელობის მცდელობაში, თაღლითობაში, მითვისებაში, ნარკოტიკულ და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვაში მსჯავრდებული ადამიანები, საზოგადოებრივი წესრიგის დამღები ადამიანები არიან პოლიტიკური ერფერის მქონე საქმეებით მსჯავრდებული ადამიანები, მაშინ ჩვენ სამართლებრივი სისტემიდან გავდივართ. არ შეიძლება იმ საქმეებზე, რომლებზეც აქ ითქვა და კიდევ ზოგადად იყო საუბარი, ნაწილი საქმეებისა შეთანხმებით დამთავრდა, ნაწილი საქმეებისა ჯერ არ დასრულებულა, პირველ ინსტანციაში იხილება, ნაწილი საქმეებისა თავად მსჯავრდებულებს არ გაუსაჩივრებიათ. მოდით ამაზეც ვილაპარაკოთ და მოდით ესეც შევხედოთ. როდესაც ვამბობთ, რომ ასე ვთქვათ, ცუდია საპროცესო შეთანხმება და საპროცესო შეთანხმებების გამო ადამიანები, ასე ვთქვათ, და უпростоად დაუმართლებელი განაჩენების არ გამოტანის გამო ადამიანები იძულებით მიდიან საპროცესო შეთანხმებაზე უკაცრავად, მაგრამ ყველა საქმეში, სისხლის სამართლის საქმეში, რომ გადაშალოთ ყველაფერი საპროცესო შეთანხმების შესახებ პირველ მოთხოვნას აფიქსირებს ბრალდებული. ბრალდებულის თხოვს მეორე მხარეს, რომ დაიწყონ მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებაზე. საპროცესო შეთანხმებების გარეშე თანამედროვე შეჯიბრობითობის სისტემაზე დაფუძნებული სისხლის სამართლის პროცესი შეუძლებელია. 86%-ია საპროცესო შეთანხმებების რიცხვი პირველი 5 თვის მანძილზე. ამერიკის შეერთებულ შტატებში 2009 წელს საპროცესო შეთანხმებები დამთავრდა 97% საქმეებისა. იმიტომ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, ასე ვთქვათ, მსჯავრდებულებს ეშინიათ გამართლებელი განაჩენების გამოტანის და იძულების წესი თანხმდებიან. კი, მაგრამ ამის უკან რა სად არის მტკიცებულება, რომელი მსჯავრდებული აცხადებს იმას, რომელი მსჯავრდებული შეაქვს საჩივარი და ამბობს, რომ არა ბატონო, ამის უკან ეს არ არის. გამართლებელი განაჩენები, რომ კატასტროფაა, ვაფიქსირებ და 2011 წლის 5 თვის განმავლობაში გამართლებელი განაჩენი გამოვიდა 15 პირის მიმართ, რაც არის 1.3%. ცოტაა? ჩემს მოსაზრებით ეს არ არის ცოტა.
თქვენ რატომ გაქვთ თქვენზე არ ვსაუბრობ, ზოგადად საზოგადოებას ვსაუბრობ. რატომ აქვს საზოგადოებას მოლოდინი იმისა, რომ ყოველი მეორე მინიმუმ უნდა გამართლდეს? ყოველი მეორე ადამიანის მიმართ გამომართლებელი განაჩენი რომ გამოვიდეს, ეს იქნება სამართლებრივი კატასტროფა. ეს ნიშნავს, რომ არც გამოძიება მუშაობს ქვეყანაში და არც პროკურატურა მუშაობს და სისხლის სამართლებრივი დევნა საერთოდ დაცემულია და არ არსებობს ამ ქვეყანაში. არ არის ბატონო ეს ასე. საკმაოდ წარმატებულად მუშაობს ეს ორგანოც და შესაბამისად არის ამის მაგალითი. საერთოდ იაპონიას, ისრაელს, ფინეთს ჩვენზე მაღალი გამამტყუნებელი განაჩენების სტატისტიკური მონაცემები აქვს ციფრებში. ვინმე ეს ჩვენ ვართ. დაახლოებით ისეთივე მონაცემები აქვს ევროკავშირის ქვეყნებს, აგერ ევროკავშირის არჩევანზე ვსაუბრობთ, როგორც არის შვედეთი და ლიტვა. ისეთივე თითქმის რამდენიმე ასე ვთქვათ 10%-ია განსხვავება. ამიტომ პატიმრობებთან დაკავშირებით აკვეთის ღონისძიებებში მხოლოდ 47% არის დაპატიმრება. 53% არის არასაპატიმრო ღონისძიება. განაჩენებით გამამტყუნებელი განაჩენებით გამოტანილში 100 ადამიანიდან მხოლოდ 42 ადამიანის მიმართ გამოდის თავისუფლების აღკვეთა. 58 ადამიანი ციხეში არ მიდის. რატომ დგება ამდენი განაჩენი? იმიტომ რომ ამდენი დანაშაულია. თუ ჩვენ გვინდა დაუბრუნდეთ 90-იან წლებს, როდესაც 90-იან წლებში იყო 2 თუ 3 წელი, როდესაც ქრთამზე განაჩენი არ გამოდიოდა. ანუ ქვეყანაში ქრთამის აღება არ ხდებოდა. თუ ჩვენ ამას ვადარებთ და ამ ციფრებს ვადარებთ, მაშინ რა თქმა უნდა არასწორი იქნება და არასწორი მოლოდინი იქნება. ამიტომ იგივე თქვა გადაღებებთან დაკავშირებით მე მინდა აქ დავფიქსირო და არავის არ აუკრძალავს ჟურნალისტისთვის საშუალება იმისა რომ შეგრძანდეს პროცესზე დაესწროს ჩაიწეროს აუდიო ჩაწერა გააკეთოს 2008 წლიდან 2007 წლიდან უკაცრავად აიკრძალა მხოლოდ და მხოლოდ ვიდეო გადაღება ის რომ თავისი ინიციატივით შედიოდა და თავისი სურვილით იღებდა თუმცა ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც ვაძლევთ უფლებას, მაგრამ ეხლა ნურას უკაცრავად ყველა მოთხოვნაზე ვერ მივცემთ თანხმობას, ამას თავისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ჭირდება და სასამართლოს დისკრეციული უფლებამოსილებაა. და ძალიან ბევრ ქვეყანაში საერთოდ არ უშვებენ ვიდეო კამერებს, ამაზეც ვისაუბროთ, ხო? იგივე ადმინისტრაციულთან დაკავშირებით, აქ რომ მithქვა 10 წუთიო და 15 წუთიო, როცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმე 24 საათში უნდა იქნეს განხილული დაკავებიდან. და ამაში შედის ყველაფერი დაწყებული დაკავების ფაქტობრივი ვადა, შემდგომ სასამართლოში მოყვანა, მხარეების მოსვლა და პროცესის ჩატარება და გადაწყვეტილების მიღება და გამოცხადება. მოდით ახლა მივაქციოთ ამას ყურადღება. გასაგები ბატონ ზაზა, შევასრულებ, ხო? ძალიან მოკლედ და მე შეკითხვა მაქვს თქვენთან. აი მე წინ მიდევს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისიის ტომას ჰამერბერის ანგარიში. ჩვენ ვართ ჟურნალისტები და ყველა მასალას ვიძებთ. ჩვენ კონკრეტული საქმეებით ხო ვერ ვლაპარაკობთ. კი, დაასრულეთ. უბრალოდ გეტყვით და შემდეგ ამას პასუხისგაცემა მოგინდებათ დამერწმუნოთ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა, მეტი ძალისხმევაა საჭირო სასამართლოების უკანონო ჩარევისგან დასაცავად. ასევე კიდევ ერთი უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე უთხრა კომისარს, რომ საზოგადოების დობის მაჩვენებელი 60%-ით გაიზარდა. მიუხედავად ამისა, ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ მეტია გასაკეთებელი საქართველოში სასამართლო სისტემისადმი დობის განსამტკიცებლად, მაგალითად 2009 წელს ჩატარებული კავკასიის ბარომეტრის შედეგების მიხედვით. საქართველოს მოსახლეობის თითქმის 55% ეთანხმება შემდეგ წინადადებაში გამოთქმულ მოსაზრებას. საქართველოს სასამართლო მოსახლეობის ერთი ნაწილის მიმართ სამართლიანია, ხოლო დანარჩენების მიმართ უსამართლო. აი ჩვენი ჟურნალისტები ვეუბნებით კონკრეტულად ასეთ ანგარიშებს, კონკრეტულ 2009 წლის. 2009 წლის მონაცემებს რაც შეეხება გაეროს მიერ დაფინანსებულ კვლევას. სასამართლო სისტემა სრულიად დამოუკიდებლად მოსახლეობის მხოლოდ 6% მიიჩნევს, მაშინ როდესაც მოსახლეობის 73% ფიქრობს, რომ სასამართლო ხელისუფლებას ნაწილობრივ მთავრობა აკონტროლებს. ესეც ჰამერბერგის ანგარიშთან. მოკლედ დავასრულებ, გავაგრძელებ ადმინისტრაციულ სამართალდაღოვებს და ადმინისტრაციულ პროცესს და დაუბრუნდები თქვენს და ჰამერბერგის მოსაზრებას. უზენაეს სასამართლოში ჰამერბერგის იყო თავი. უზენაეს სასამართლოში. უზენაეს სასამართლოში 2011 წლის 5 თვეში განხილული საქმეებიდან ადმინისტრაციულიდან 55% დამთავრდა ფიზიკური პირების სასარგებლოდ. საგადასახადო დავებში 54% დამთავრდა ფიზიკური პირების სასარგებლოდ. ეს ამ წელში სასამართლოსთვის შეიძლება კარგი მონაცემია, მაგრამ ნამდვილად არ არის კარგი მონაცემი სახელმწიფო ორგანოების გამართულ მუშაობაზე მიმანიშნებელი. რაც შეეხება კონკრეტულ კვლევას. ჩვენ
ძალიან კარგად ვიცით და ჩემ საუბარს განიხილავთ ისე რომ იდეალურად არის ყველაფერი სასამართლო ხელისუფლებაში და ასე ვთქვათ არაფერი არ არის გასაკეთებელი. ძალიან ბევრი გასაკეთებელია და ეს მუდმივი პროცესია. შეთაშორის ერთ-ერთი ძალიან დიდი ქვეყნის უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარესთან, როდესაც ჩვენი ადვოკატები იყვნენ სტუმრად რამდენიმე წლის წინ და მას კითხეს რა არის იმ ქვეყნის სასამართლო ხელისუფლების მთავარი გამოწვევა, სასამართლოს დამოუკიდებლობა. ასე უპასუხა. და ეს ქვეყანა ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყანაა მათ შორის დემოკრატიული განვითარების კუთხით. ამიტომ ჩემს სიტყვებს ნუ აღვიქვამთ თითქოს მე ვაპროტესტებ ყველა ნებისმიერ ჯანსაღ კრიტიკას. მოკლედ ბატონ ვალერისაც დაუყევეთ. რაც შეეხება ბატონ ჰამერბერგთან მოსაზრებას კიდევ ერთხელ ვიმეორებ. დასაბუთებულობა რომ ასამაღლებელია და დასაბუთებულობის გადაწყვეტილების დასაბუთებულობის პრობლემა რომ არსებობს, ჩვენ ეს ვიცით. ჩვენ სხვა ასე ვთქვათ მოსაზრებების გარეშე 2009 წლიდან დავიწყეთ ამაზე მუშაობა. ძალიან ბევრი სემინარი გვაქვს ჩატარებული და სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას ვეცნობი და სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტებს ვიწვევთ. იმიტომ რომ კვალიფიკაციის ამაღლება და დასაბუთებულობის ამაღლება ეს მუდმივი პროცესია. რაც შეეხება კვლევას, მე იმიტომ გითხარით, რომ მანდ 2009 წლის მონაცემებია მოყვანილი და ჩვენი მონაცემები, რაზეც ბატონმა ვალერი მისაუბრა, დაფუძნებულია 2011 წლის კვლევაზე და თუ მანდ გაეროზია მითითებული 2011 წლის კვლევა. უზენაეს სასამართლოს ეს რომ პრინციპულად ძველი იყოს, მომზადებული ეს და ანგარიში 2011 წლის 18-24 აპრილის ვიზიტის შემდგომ და ამ ანგარიში ჩაიწერა ეს 2009 წლის კვლევა. მე როგორც ჟურნალისტი ვალდებული ვარ ეს კითხოთ და ნუ ჰამერბერგს დაუჯერებს თუ არა ჩვენი მოქალაქეები. მე ჰამერბერგზე არ ვსაუბრობ, მე გპასუხობთ, მათ გამოყენებული 2009 წლის კვლევა და ჩვენი მონაცემი არის 2011 წლის მონაცემი, რომელიც ჩატარებულია, კვლევა ჩატარებულია გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად, ამერიკის იურისტთა ასოციაციასთან ერთად და ნორვეგიის მისიასთან ერთად. რაც ციფრები ბატონმა ვალერიმ თქვა 70% მეტი. კარგი, ბატონ ვალერი, თქვენ მოგცემ საშუალებას გამოთქვით, ანუ პასუხეთ აქ გამოთქმულ პრეტენზიებს. აქ იმდენი პრეტენზია გამოიქვა, იმდენი მოსაზრება გამოიქვა, ძალიან ძნელია რა თქვა რაღაც მოკლე პერიოდში მე ყველაფერზე შევძლო პასუხის გაცემა, თუმცა შევეცდები თქვა მნიშვნელოვან საკითხებზე. ჩემი მოსაზრება მოგახსენოთ და ყველაზე მთავარი რაც თქვა დღევანდელი გადაცემის მთავარი თემა გახლავთ არის სასამართლოს დამოუკიდებლობა და მოსამართლის მიუკერძოებლობა. მოდი დავიწყოთ ჩვენ საუბარი იმაზე, რას ნიშნავს მიუკერძოებლობა. ვინ უნდა შეაფასოს, ვისი შეხედულებით უნდა განისაზღვროს სასამართლო იყო თუ არა მიუკერძოებელი. ეს არის ზოგადად ქვეყანაში განმეფებული აზრი, ეს არის თქვათ წაგებული მხარის აზრი, ეს არის მოგებული მხარის აზრი, თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები. ძალიან ძნელია ჩვენ ამაზე ვისაუბროთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ერთ რამეს გავუსვავდი ხაზს. უმეტესობა ადამიანებისა, რომელიც სასამართლოსთან დაკავშირებით გამოთქვას პრობლემებს, არ ქონიათ მათ შეხება სასამართლოსთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან ბევრმა ადამიანმა სასამართლოსთან დაკავშირებით ინფორმაცია იცის ხვისგან, ძირითადად ტელევიზიისგან, ძირითადად მასმედიის სხვა საშუალებებისგან და ასევე ძალიან სამწუხაროა თქვა გარკვეულად პოლიტიკურად ანგაჟირებული თქვა ჯგუფების მხრიდან, რომლების ასე თქვა პირდაპირ მიზანი გახდათ სასამართლო ხელისუფლებაზე პირდაპირ თავდასხმა, ვინაიდან მათ თავიანთი პოლიტიკური თქვა რაღაცა შეხედულებები გაემართებინათ ამ კუთხით. მე ვიტყოდი ერთს, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა დღევანდელ პირობებში შეესაბამება ქვეყანაში არსებულ ვითარებას, ქვეყანაში განვითარების შესაბამის ტემპებს და ჩვენ თუ საუბრობთ თქვა განვითარებულ ძალიან ასეთ დემოკრატიის ბურჯ ქვეყნებზე, აქ ეს ყველაფერი წლების მანძილზე და თქვა 100 წლეულების მანძილზე ყალიბდებოდა და სწორედაც რომ ეს ქვეყნებიც კი გარკვეულ წილად დამოუკიდებლობას და სასამართლოს მიუკერძოებლობის პრობლემას მიიჩნევენ. ჩვენი მთავარი საფიქრელი მე ვფიქრობ არის არა ის და უბრალოდ ყურადღება უნდა მივაქციოთ არა იმას, თქვა დღეს რა ვითარება შევა, არამედ ტენდენციას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ტენდენცია ცალსახად მზარდია, ტენდენცია ცალსახად აჩვენებს, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხიც იზრდება. მოსამართლეების მიმართ იზრდება და ეს ციფრები მე ძალიან თქვა უხერხულ მდგომარეობაში ვართ, ეხლა ჩვენ თქვა ჩვენი ციფრები, თქვენი ციფრები არის ერთი. ციფრები არის ის, რომელსაც სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას და მოსახლეობა უშუალოდ შეხებაში მქონე მოსახლეობა და მოქალაქეები იტყვიან, რომ მე რა შთაბეჭდება დამრჩა სასამართლოზე. როგორ უნდა გავიგოთ ჩვენ რა შთაბეჭდება დარჩა მოქალაქე სასამართლოზე? როდესაც მან პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება დაიჭირა ხელში და სასამართლომ ეს გაუგზავნა. როგორ უნდა გავიგოთ? ყველაზე მთავარი საზომი ხომ არის ის, რომ ეს ადამიანი შემდგომ რა ნაბიჯებს გადადგავს, გაასაჩივრებს თუ არა ამ გადაწყვეტილებას, თუ იტყვის, რომ მე კმაყოფილი ვარ ამ გადაწყვეტილებით.
დაახლოებით 15-დან 19%-მდე მერყეობს გასაჩივრების მაჩვენებელი პირველ ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებებს. ეს არ გახლავთ საკმაოდ სერიოზული ციფრები და ეს არ გახლავთ იმის მანიშნებელი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებებით სწორედაც რომ დაახლოებით ეს ციფრები კიდევ უფრო მეტ ნდობას აჩვენებს და 85-მდე გამოდის და 80-ზე მეტი გამოდის მოქალაქეების რიცხვი, რომელიც არ ასაჩივრებს სასამართლო გადაწყვეტილებას. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის ერთი ასევე ის, რომ ჩვენ რა მოგვიტანა იმან, რომ ყველა შევთანხმდეთ და ყველა სამსახატო ამბობს, რომ სასამართლოში კორუფციის დონე ძალიან დაბალია თუ ფაქტობრივად აღმოფხვრილია. ამან მოიტანა ერთის მხრივ ის, რომ ყველა ვამბობთ, რომ რა კარგია სასამართლო კორუფცია არ გვაქვს, მეორე მხრივ მოგვიტანა ის, რომ ის ჯგუფები, რომლებიც საკმაოდ კარგად იყვნენ შესაძხორცებული როგორც სასამართლოსთან, ასევე პროკურატურასთან, ასევე სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან და სწორედაც რომ ქრთამის მეშვეობით ახერხებდნენ მისთვის სასურველი გადაწყვეტილებების მიღებას. საწავიდა ეს ხალხი, ხომ არ მეტყვით, ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ადამიანები სხვა პლანეტაზე გადასახლდნენ და ისინი აქ აღარ არიან? ეს ადამიანები სწორედ აქ არიან საკმაოდ დიდი ძალაუფლების მქონე არიან ჯერ კიდევ და მათ საკმაოდ დიდი სიტყვა ეთქმის და საკმაოდ დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ საზოგადოებრივ აზრზე. სწორედ ამ ადამიანების მხრივ გააჟღერდა პირველ რიგში ის, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი. რატო არ არის დამოუკიდებელი? იმიტომ რომ მე ყველაფერი გავაკეთე, სამწუხაროდ ჩემ კოლეგ ადვოკატებს არ ეწყინათ, მაგრამ მე ვსაუბრობ იმ ადვოკატებზე, რომლებიც არაეთიკური და არაც თქვა სამართლებრივი გზით ცდილობენ სასამართლოზე თავდასხმას და თავიანთი უნიათოს აქციელის გამართლებას იმით, რომ სასამართლო არ ვარგა. ისინი ცდილობენ თქვა მაქსიმალურად პოზიტივა მოახდინონ მხარეებზე და მათთვის არასასურველი თქვა უსაფუძვლო შუამდგომლობა დააყენონ სასამართლოს, რომელსაც საერთოდ შეხება არ აქვს სასამართლო განხილვასთან, მაგრამ მხარეებს ეს მოწონს, მხარეები ფიქრობენ, რომ ნახელა კარგი ადვოკატი მყავს, მაგრამ ეს ადამიანი მე გამოდის და პროცესს როდესაც წააგებს, ამას რომ მე ყველაფერი გავაკეთე, ხო დამინახეთ, მაგრამ სასამართლო არ გვყავს ხალხო. დღეს ძალიან ცუდ ვითარება. მივცეთ სწორედ ადვოკატებს. სამწუხაროდ მე ძალიან რამოდენიმე საკითხის დამატება კიდე მინდა, დრო არ დაგვრჩა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე აუცილებლად მინდა დავამატო თქვა იმ საკითხზე, თქვა რომ გამოვითქვა მოსაზრება ასევე მოსამართლეების მივლინებაზე. მაპატიეთ, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის სხვადასხვა ასე ვთქვათ ადამიანების განსჯის საგანი იმ კუთხით, რომ ვთქვათ სასამართლომ მხოლოდ და მხოლოდ მხარეების ასე ვთქვათ შეხედულებაზე იფიქროს ვთქვათ რომელი მოსამართლე საუბნა მუშაობდეს. ჩვენ სისტემის განვითარებაზე გვაქვს პასუხისმგებლობა და ამ შემთხვევაში მე როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დივანი ვსაუბრობ და თუ კი მაგალითად რომელიღაცა მაღალმთიან რეგიონს მოსამართლე არ ყავს, ამ თქო კვალიფიციური მოსამართლე არ ყავს, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება ნამდვილად, რომ იქ დავნიშოთ ისეთი მოსამართლე, რომელიც იქ მართლმსაჯულებაზე ვერ განახორციელებს. ან განახორციელებს ისეთ მართლმსაჯულებას, რომელიც ნამდვილად არ იქნება, თქო დღევანდელი სისტემის შესაძლებლად და სხვადასხვა ამ საკითხზე მე ერთი ესეთი ხუმრობაც შემიძლია თქვა, რომ როდესაც ერთ-ერთ დროს რამოდენიმე წლის წინ იხილებოდა პარლამენტში, რომ დისციპლინური სანქციის სახით გამოყენებული იყო მოსამართლის სხვა რეგიონში გადაყვანა და სწორედ მაღალმთიანი რეგიონის წარმომადგენელ დეპუტატმა საკმაოდ დიდი და აგრესიული წინააღმდეგობა გაწია, როგორც ჩვენ ახლა მაპატეთ და საჯარო მოსამართლეების მისაღებად ნამდვილად არ ვამბობ და მეც ვეგეთანხმებით რომ ნამდვილად ასეა. ნებისმიერ მიმართულებით ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური და მაღალი ხარისხის მოსამართლე. ახლა მივცეთ ადვოკატებს აზრის გამოთქმის საშუალება. იშვიათად ვართ დამეთანხმებიან ჩემი კოლეგები ესეთ სიტუაციაში, როცა მოსამართლე და ჟურნალისტი დაობენ და ჩვენ ვისმენთ. ძირითადად ისინი გვისმენენ და ჩვენ დავობთ. მე მინდა საბოლოო სიტყვის უფლებასაც. მე წარმოვადგენ ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ვარ და ამიტომ არ მაქვს უფლება მარტო რაღაც ვიწრო ჩარჩოდან ვილაპარაკოთ, მინდა გითხრათ ერთი-ორი რაღაც, რომელიც ჩვენგან გამომდინარე არა მარტო პრობლემებს დააფიქსირებს, არამედ რაღაცა გზები ჩვენ ხო არა ვართ რაღაც შემფასებელი კომისია, ჩვენ ვართ ამ პროცესის მონაწილე პირი, რომლისთვისაც ჩემზე როგორც ადვოკატის, ჩემზე უკეთესი არაფერი არ იქნება, როგორც სრულიად დამოუკიდებელი სასამართლო, ხო? ეს პრობლემები თუ არსებობს, მეც მაწუხებს, ჩემ პრაქტიკასაც აწუხებს, ჩემ შემოსავალსაც აწუხებს, ჩემ კლიენტსაც აწუხებს. მოდით მე ძალიან მოკლედ გეტყვით. ცუდია ის, რომ ადვოკატთა დევნაზე იყო აქ საუბარი. ცუდია ის, რომ დღეს დაკავებულია და გასამართლებულია იმდენი ადვოკატი, რამდენი ადვოკატიც საერთოდ არ ყოფილა საბჭოთა კავშირის დროს დაკავებული და გასამართლებული. რის ბრალია ერთი მხრივ ადვოკატების, რომლებიც იძლევიან მინდა თქვა ამის საფუძველს, მეორე მხრივ კიდე რაღაცის, რომელზეც შეგვიძლია მე ვილაპარაკოთ. მეორე, ბოლო პერიოდში ეს შემცირდა იმიტომ, რომ ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია საკმაოდ სერიოზულად ამუშავდა და სასამართლოების ნდობა გაიზარდა ჩვენს მიმართ. ყოველ კვირაში შემოდის სასამართლოდან ადვოკატების მიმართ საქმე და იმის მაგივრად რომ პროკურატურაში გადაიგზავნოს საქმე და ადვოკატების მიმართ დევნა დაიწყოს, იხილავს ეთიკის კომისია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ეთიკის კომისიას აქვს ესეთი გადაწყვეტილება, რომელშიც მაგალითად ესეთი ტერმინი არის მოყვანილი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებიდან, რომ მოსამართლეები ნაზი ყვავილები არ არიან, რომ მათი კრიტიკისგან დაჭკნენ და ვარი უთხარით უთხრა ჩვენმა ეთიკის კომისიამ ერთ-ერთ სასამართლოს ესეთ მომართავზე, მაგრამ ამავდროულად აქ სასამართლო ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება, როცა სასამართლოს მომართვის შედეგად შეუწყდა ადვოკატს უფლებამოსილება. ანუ მე ისე თქვა მინდა, ეს არის ძალიან ღრმა
დროში გაწერილი პროცესი, რომლის განმავლობაში ჩვენც და სასამართლომაც ძალიან კონკრეტულად უნდა ვითანამშრომლოთ იმისთვის, რომ არსაჯულების დონე ავიდეს იმ დონემდე, როდესაც მაგალითად ძალიან მარტივად ყველას გვახსოვს ალბათ ამერიკის შეერთებულ შტატებში ცნობილი მსაჯულთა პროცესის საქმე, სიმსონის საქმე, რომლის ნახევარი ამერიკა ეთანხმებოდა გადაწყვეტილებას, ნახევარი არა, მაგრამ იქ არავის არ უთქვამს, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი. ისინი ამბობდნენ, რომ კონკრეტული განაჩენი არის მისაღები ან მიუღებელი. მე მინდა სისხლის სამართლის სფეროში რამდენიმე კონკრეტული ჩვენი მოსაზრება მოვახსენო სასამართლოს. ერთი, ცოტაა მაინც ბატონო ზაზა, მე მგონია მაინც ცოტა არის გამომართლებელი განაჩენების რაოდენობა. აუცილებლად გადასახედია სისხლის სამართლის პოლიტიკა აღკვეთის ღონისძიებებთან დაკავშირებით და როდესაც აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება პატიმრობის კუთხით, ის უნდა იყოს გამონაკლისი და სასამართლოებმა უნდა დაასაბუთონ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისას ის საფუძველი, აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას აქვს მხოლოდ კონკრეტული საფუძველი, დაემალება გამოძიებას, მტკიცებულებების მოპოვება შეუშლის ხელს, როგორც წესი სასამართლოები წერენ რომ დაემალება გამოძიებას, მაგრამ არ წერენ რა მტკიცებულებები გააჩნიათ. როგორც წესი წერენ რომ მტკიცებულებების მოპოვება შეუშლის ხელს, მაგრამ არ წერენ რატო. ამას რატო აქვს მნიშვნელობა? შესაბამისად, როდესაც პირი არ იქნება პატიმარი, მას უფრო მეტი საშუალება აქვს იმისა, რომ აღარ ვთქვა ჩვენ ის ეწოლის ქვეშა რაღაც გააკეთებიეს, საპროცესო შეთანხმება აიძულეს და ასე შემდეგ. ასევე მთხოვნა მაქვს იუსტიციის საბჭოსთან, ეს ვიცი რომ საკანონმდებლო ცვლილებას მოითხოვს, მაგრამ მე ვიფიქროთ ამაზეც, რომ როდესაც ჩვენ შემოგვაქვს გარკვეული საჩივრები დისციპლინარულ დონეზე, ამ საჩივრის შედეგი ჩვენთვის ცნობილი გახდეს. ეს პრობლემაა დამეთანხმეთ, იმიტომ რომ დღევანდელი კუთხით შედის საჩივარი და ჩვენ არ ვიცით მოსამართლის მიმართ რა კონკრეტული ღონისძიება განხორციელდა, მაშინ როდესაც მაგალითად ადვოკატის მიმართ ღია ეს ინფორმაცია, ამაზე შეიძლება ეს გარკვეულ პრობლემებს უკავშირდება, მესმის მოსამართლეთა დამოუკიდებლობის რაღაც არგუმენტები არსებობს, მაგრამ ამაზე საუბარი უნდა დავიწყოთ, იმიტომ რომ ჩვენ ადვოკატებს ამ პროფესიაში მოღვაწე ხალხს გაგვიჩნდეს იმის წმენა, რომ ჩვენმა საჩივრმა გამოიღო გარკვეული შედეგი. აი ეს საკითხები, რომელზეც არ გასაგებია ბატონ დავით და ვისაც გსურთ გამოთქმა აზრის, ძალიან მოკლედ საინტერესო მოსაზრებები გამოითქვა. ერთი მინდა აღვნიშნო, რომ არ არსებობს ადვოკატთა კორპუსი იყოს დისკრედიტირებული და სასამართლოს ნდობა მაღალი. ან პირიქით. ასეთი რამე არ არსებობს. მე თავიდან საგანგებოდ აღვნიშნე, რომ თავარი ბარომეტრი მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის, ეფექტურობის არის თვითონ იურიდიული პროფესიის აზრი, ჩამოყალიბებული აზრი. რადგანაც დამეთანხმეთ ახლა ციფრებით манипуლირება, ისეთი არა, ასე ვთქვათ, მე მგონი კეთილგონიერი საქმეა, რადგანაც პირველ რიგში საქმეში ჩახედულმა პროფესიონალურმა ადამიანებმა უნდა განსაზღვრონ თუ რასთან აქვს საქმე, რა პრობლემებთან აქვს საქმე. შესაბამისად, სისხლის სამართლის კუთხით არსებული პრობლემები ღრმა არის. ეს არ უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ რაღაც პროკურატურის გაძლიერებას, რომელიც ობიექტურად მოხდა და ამაში პრინციპში ქართული საზოგადოება რატომ უნდა იყოს წინააღმდეგ, როცა არსებობს ორგანო, რომელიც გაძლიერდა იმ წლებთან შედარებით, რაც სტაგნაციის პერიოდში იყო ძველად. შესაბამისად, მოხდა ოპტიმიზაცია, ადმინისტრირების გაძლიერება. საქმე იმაშია, რომ ამას ამ სისხლის სამართლებრივ სფეროში პრობლემებს ხელს უწყობს და ქმნის ის გარემოება, რომ სახელმწიფო ორგანოები, მექანიზმები, სამართლებრივი მექანიზმები ავიდნენ ძალიან მაღალ დონეზე. ტექნოლოგიურად, განათლების მხრივ, განვითარების მხრივ ფული იხარჯება, ტრენინგები, ასე შემდეგ, უახლესი ტექნიკით არის ყველაფერი აღჭურვილი. მაშინ როცა საზოგადოების დონე დამეთანხმეთ, რომ შემეცნების სამართლებრივი კულტურის დარჩა იგივე რაც იყო სიტყვაზე 10 წლის უკან. დიდი ნახტომი და დიდი წინსვლა ამ კუთხით არ არის. შესაბამისად, ეს რაიმე კრიმინალიზაცია კი არ მომხდარა რაღაც ქმედებების. პირიქით, გარკვეული დეკრიმინალიზაციის ტენდენცია მიმდინარეობს, მაგრამ ხდება უფრო და მეტი დანაშაულის გამოვლენა. ეს რას ნიშნავს? რაც სიტყვაზე 10 წლის უკან არ იჯებოდა და ხალხს არ გონია, რომ ეს არის დანაშაული, დღეს ის იჯება. მაშინ როცა საზოგადოებასთან არის პირველ რიგში სამუშაო, ჩვენ მინდა აღვნიშნო, რომ ყველაზე კარგი, ასე ვთქვათ, სამუშაო რეჟიმი არის იურიდიული პროფესია შორის საადვოკატო კორპუსსა და სასამართლო წარმომადგენლებს შორის მჭიდრო კავშირი. უკვე თითქმის 1 წელიწადია, აგ დამეთანხმებიან ჩვენი კოლეგები, არსებობს სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების კუთხის პრობლემატურ საკითხებზე, არსებობს მოსამართლეთა და ადვოკატთა საკონსულტაციო ჯგუფი, ბატონებიც არიან ჩართული და იციან ამის თაობაზე. შესაბამისად, იქ არის უამრავი აზრი, ასეთ ჭიდილი, სხვადასხვა, ასე ვთქვათ, მოსაზრებები ადვოკატებსა და მოსამართლეებს შორის, სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე და ჯერ კიდე მინდა ყველას გასაგებად თქვა, რომ იურისპრუდენცია და ასე ვთქვათ, სამართალმცოდნეობა ჯერ კიდე მეცნიერებაა, თუ იმას გონია, რომ ეს მეცნიერება არ არის. აქედან რატომღაც ამის უკანაც მიდივართ გარკვეულწილად, რაღაც ხელობისკენ მიდის ეს ყველაფერი. მეცნიერებაა ეს, იურიდიული მეცნიერება. შესაბამისად, ეს საკითხები ირჩევა, მიდის ამაზე მსჯელობა და ბევრი საკითხი, რომელსაც სხვადასხვა აზრი ჰქონდა. საერთაშორისო საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, რაღაც საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით
შევთანხმდით რაღაცაზე, რაღაცა შეიცვალა. შესაბამისად, გარკვეულწილად ბატონი ვალერი დამეთანხმება 2007 წელს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დიდი პაკეტი, რომელიც შემუშავდა და ერთ-ერთი პროგრესული, ასე ვთქვათ, ჩემი პირადი აზრია, პროგრესული წინგადადგმული ნაბიჯი იყო დროული და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისა, შემუშავდა როგორ? რაიმე ცალკე შეხვედრებზე კი არა, ეს იყო ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, ადვოკატებისა და მოსამართლეების იუსტიციის საბჭოს ეგიდით. სწორედ ასეთი იგივე იმეც ვიტოვებ, რომ სისხლის სამართალწარმოების კუთხითაც მოხდება მსგავსი შეხება, ალბათ ჩამოყალიბდება და ეს მოგვიტანს შედეგს. სხვანაირად ვერ ლანძღვით მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო ხელისუფლების. ჩვენ გავკარგავთ იმ პლუსებსაც, რაც არის მიღწეული. მოგრძალებულ აზრს მოგახსენებთ, პრინციპში აქ ყველანი თანხმდებით, რომ ძირითადად პრეტენზია სისხლის სამართლის კატეგორიის საქმეებზეა. ამასთან დაკავშირებით მე ვფიქრობ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქართულმა საზოგადოებამ და ქართველმა კანონმდებელმა უნდა გაბედოს და ყველა კატეგორიის საქმეზე, სადაც მინიმუმ 3 წლით მაინც შეიძლება იყოს თავისუფლების აღკვეთა პირისათვის მისჯილი, ყველა ამ კატეგორიის საქმეები უნდა იქნეს ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობით განხილული. ასეთ შემთხვევაში იქნება ბუნებრივია გაცილებით ნაკლები პრეტენზია საზოგადოების მხრიდან, ვინაიდან თვითონ საზოგადოება იქნება უშუალოდ მონაწილე და განმახორციელებელი კანონისა. სამწუხაროდ დღეს ვერ მოვასწარეთ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ლაპარაკი. ბატონ ძიმა, თამარი და შემდეგ ჩვენ პროფესიიდან გამომდინარე ალბათ უნდა გაითვალისწინებინა პროდიუსერს თუ რედაქტორს ეს ევროპული არჩევანი სადაც ადვოკატები არიან და ძირითადად იურისტები არიან, არა 1 საათი, არამედ 1 საათი, 3 საათი ყოფილიყო, იმიტომ ჩვენ პროფესიული 3 საათი მაინც ყოფილიყო, აი ამ სპეციფიკიდან გამომდინარე მე ძალიან მოკლედ ვიტყვი რა, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის პირველ რიგში ბატონ ვალერის მინდა მოუხადო, რომ აი ეს თქვა სიტყვაზე მიუხედავად იმისა, რომ თქვა სიტყვაზე ხშირ შემთხვევაში ადვოკატს ადამიანს უწევს კრიტიკა, უწევს ჩანსაკი კრიტიკა და არა თქვათ მიზანმიმართული ბოროტი კრიტიკა, რომელიც სუდი შედეგისკენ არის მიმართული. და ამას სწორედ აღიქვამს და ბატონმა ზაზასმაც თქვა და დიდი მადლობა მინდა მოუხადო იმაში, რომ ბუნებრივია ყველაფერი ჯერ არ გაკეთებული და ბუნებრივია ვეთანხმები იმაში, რომ ჩვენ რაღაცა დროის მოკლე მონაკვეთში 20 წელიწადში და 30 წელიწადში, როცა მრავალსაუკუნოვანი სასამართლო სისტემა და ისტორია არსებობს, უცებ ვერ შევქმნით ყველაფერს. გაცილებით კარგად არის ისე ვიძახი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სფეროში, განსაკუთრებით სამოქალაქო სფეროში და სააპელაციო სასამართლოებში, სხვათა შორის მე მინდა გითხრათ, ჩემი სტატისტიკა 2011 წლის დღეის მდგომარეობით ყველა ის საქმე, რომელიც მე მქონდა წარმოებაში და მე არ მინდა რამდენიმე ათეული საქმე, ყველა საქმე დამთავრდა მორიგებით. ანუ ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენცია არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში, როდესაც სასამართლო მაქსიმალურად ცდილობს და საპროცესო კოდექსიდან გამომდინარე მას მიენიჭა, ასე ვთქვათ, ის ფუნქცია, რომ ახალი ცვლილებები თუ არ ვწდები, უფლება აქვს მხარესთანაც დარეკოს მორიგებასთან დაკავშირებით და დაახლოოს ესენი. ანუ მხარე ხვდება, რომ ეს უსასრულო სასამართლო პროცესები ჯობია სამოქალაქო წესით, ასე ვთქვათ, მორიგდეს და დამტკიცდეს. თუმცა ისევ ვიმეორებ რა, ეს სინქრონი ბატონმა დათომაც ბრძანა რა, უფრო მჭიდრო უნდა იყოს, მე პირადად და ჩემი კოლეგები, ვინც არა ვართ თუ ვართ ნაკლებად ჩართული ამ სიტუაციაში, ანუ რაღაცა ბუას როლი ერთმანეთს მიმართ არ უნდა ქონდეს სასამართლო სისტემას და ადვოკატთა კორპუსს. ადვოკატი არის მართლმსაჯულების განხორციელებელი სუბიექტი და მე მივესალმები იმას, რომ აი ეს ბარიერები მაქსიმალურად მოიხსნას, რათა უფრო მეტი დამოუკიდებლობის ხარისხი მიეცეს და ის რომ თქვა საჯაროდ ვიღაცამ ვიღაცას უთხრას რა, ეს არის მეორე თემა, ეს არის იმ ადვოკატების და იმ ადამიანების პრობლემა, ბატონო რომელსაც არ უნდა ცუდი შედეგი, რომელიც პოზირებენ, სხვა შორის ახალი ტერმინოლოგია იქნა შემოღებული ზუსტად 1-2 თვის წინ, კამერა ჰეპი ლოიერები რა, ასე ვთქვათ რა, ვიღაცებთან მიმართებაში, რომელსაც უხარია კამერაში და ტელევიზორში ყოფნა და კაცმარიცის რას ლაპარაკობს რა. შესაბამისად, თუ თქვათ ხშირად ჩანხარ მასმედიის მეშვეობით, იგივე და აქ არც ერთ არაკლია ეს, ასე ვთქვათ, ფუფუნება თუ ასე ვთქვათ, ღირსება, რომელიც არის ადვოკატები, ეს ულაც არ ნიშნავს იმას, თქვათ სიტყვაზე, რომ შენ მიზანმიმართულად, ანუ არის საზოგადოებას უნდა აინტერესებდეს და რაც მეტი საქმე იქნება საზოგადოებრივი განხილვისაგან, მით მეტად შეაფასებს, ასე ვთქვათ, ადამიანების პოზიციას. გავატოთ თამარ და შემდეგ ბატონ ზაზას ბოლო სიტყვა შევკიდეთ. ვეცდები რომ დიდი დრო არ წავიღო და ძალიან მოკლედ გავამახვილო. თორემ მივუახლოვდით იმ 3 საათიან რაც მნიშვნელოვნად მიმაჩნია. პირველ რიგში ძანაბლად დავეთანხმები მოსამართლეებს იმაში, რომ როგორც ჩანს საზოგადოებას არ აქვს საკმარის ინფორმაცია, თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაციებს არ აქვს საკმარის ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ მიმდინარეობს რეფორმა, შიგნით როგორ მიმდინარეობს, რა ხდება და სამწუხაროდ განცდა, მაგალითად ჩვენი განცდა, ჩვენი ორგანიზაციის განცდა იყო, რომ სასამართლო სისტემა
უფრო მეტად მიდიოდა დახურულობისკენ და ეს ნამდვილად უფრო ასე ვთქვათ ამწვავებს პრობლემას ვიდრე ხსნის. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თუნდაც ამ დახურულობის გახსნით ასე ვთქვათ და მეტი კომუნიკაციით შესაძლებელი არის, რომ თუნდაც აღმოვაჩინოთ, რომ რაღაცა რაც ჩვენ პრობლემად მიგვაჩნია არის შეიძლება სულ სხვანაირად არის და მაგალითად სულ სხვანაირად შევხედოთ ამ ამ საკითხს, მაგრამ აქვე მინდა გავამახვილო რამდენიმე საკითხზე ასევე ყურადღება, რაც პირველ რიგში ისევ და ისევ მიწევს სავარაუდო პოლიტიკური მოტივაციის საქმეებზე ვისაუბრო. სამწუხაროდ ძალიან ცუდი ინტერპრეტაცია ეძლევა, ჩვენ ნამდვილად არასდროს არ გვითხოვს და ჩვენ არ ვართ ის ორგანიზაცია, ვინც ამბობს, რომ ვიღაცა თუ არის რაღაცის წევრი, ასე ვთქვათ, ის უნდა იყოს ხელშეუხებელი, არასდროს ჩვენ ესეთი რაღაცა არ გვითხოვს. ჩვენ დავდეთ კონკრეტული საქმეები, სადაც იყო კონკრეტული სამართლებრივი პრობლემები, კონკრეტული შეცდომები, ხარვეზები და კონკრეტულ პასუხს ველოდებოდით, ასე ვთქვათ, ამ საქმეებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ საზოგადოება იმსახურებს პასუხის გაცემას რა მოხდა ამ საქმეებში. რაც შეეხება იმას, საპროცესო შეთანხმებები მოდის ბრალდებულისგან თუ პროკურორისგან, ჩემი აზრით აქ მდგომარეობა არ იცვლება აბსოლუტურად. არ აქვს მნიშვნელობა ბრალდებულ, თუ მას არ აქვს ნდობა, რომ სასამართლოში დავის გაგრძელება რაღაცა მდგომარეობას შეცვლის შესაბამისად, პროკურორი შესთავაზებს პირველ თუ ბრალდებული მოითხოვს პირველი, ანუ აბსოლუტურად შედეგი არ იცვლება და ასე ვთქვათ, შესაკრებთა გადანაცვლებით იგივე ჯამს ვიღებთ აბსოლუტურად. რაც შეეხება პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებების გასაჩივრებას, მე მაგალითად ეს შეიძლება თქვენ ამას აღიქვათ როგორც იმას, რომ კმაყოფილი ადამიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მაგრამ შეიძლება ვიღაცამ ეს აღიქვას, რომ უბრალოდ იმედი არ აქვს, რომ სააპელაციო ინსტანციაში შეიძლება მდგომარეობა და ეს არის мотивация, რომ არ საჩივრდება ასევე ბაღალბაშთან და სხვა რაღაცებთან ერთად. და ფოტო-ვიდეო აუდიო გადაღებას რაც შეეხება, ნამდვილად შეზღუდული არის როგორც აუდიო ჩაწერა, ასევე რიგ შემთხვევებში ხელით, ასე ვთქვათ, კალმით ფუთრობზე ჩანაწერების გაკეთება, რაც განიმარტება როგორც სტენოგრაფირება ზოგიერთ შემთხვევაში და ეს ჩემი მოგონილი ნამდვილად არ არის ძალიან ბევრ ჟურნალისტს უთქას ეს პრობლემა. და პატიმრობის გამოყენება უმრავლეს შემთხვევებში, ასე ვთქვათ, ძალიან ხშირ შემთხვევებში და ასე ვთქვათ, გამამართლებელი განაჩენების დაბალი მდგომარეობა, ესეც არ არის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმოჩენა, ეს არის ზუსტად ის პრობლემა ის გარემოებები, რადგან როგორც თქვენ აღნიშნეთ და აგერ მაქვს ბატონი ჰამერბერგი საუბრობს თავის ანგარიში, რაზეც სახელმწიფო დეპარტამენტი საუბრობს თავის ანგარიში და პრინციპში ალბათ ყველა ძალიან სანდო ანგარიში, რომელიც შექმნილა ზოგადად ადამიანის უფლებების და სასამართლო სისტემასთან მიმართებით საქართველოში, ამ ყველაფერზე არის ხაზგასმა, ანუ შესაბამისად ალბათ სწორი იქნება, რომ ეს აღვიქვათ როგორც პრობლემა. მადლობთ და დავასრულებ ჩემ. ვიმეორებ, რომ ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ ჯანსაღ კრიტიკას, რაც ასე თქვა ითქმება და თქვა მე ვიცი თამარს მომზადებული აქვს გარკვეული ნაშრომი, ასევე ახალგაზრდა იურისტების დასკვნები ვიცი და არის იქ საკითხები, რომლებზეც შეიძლება საუბარი და ჩვენ გეგმავთ მომავალი თანამშრომლობის ეგიდით, ასე თქვა გარკვეული შეთანხმებების მიღწევას. იმედია იქნება. ეს ნიშნავს ჩვენი მხრიდან იმას, რომ ჩვენ არა ვართ დაკეტილები, ჩვენ პირიქით ვითხოვთ და სურვილი გვაქვს, რომ რაც შეიძლება უფრო ბევრმა ადამიანმა გაიგოს იმის შესახებ, თუ რა ხდება სასამართლოში. ჩვენ თანამშრომლობის იმით, თამარ ალბათ დამეთანხმებით, ევროკავშირის ეგიდით არსებული უწყებათა შორისი საბჭო, რაც არის სისხლის სამართლის სფეროში, იქ სპეციალური შიდა კომისია გვაქვს შექმნილი სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებით, სადაც ყველა დაინტერესებული პირი ყავს მოწვეული, ახალგაზრდა იურისტებიც არიან მოწვეულები ამაში და ისინი აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ. აქ ითქვა საუბარი 2007 წლის ცვლილებებზე სამოქალაქო კოდექსში, ბატონმა დავითმა აღნიშნა, ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ასევე ჩვენ მოწვეული ყავდა სულ ყველა, ახალგაზრდა იურისტებიც იყვნენ ჩართულები და დაინტერესებული ადვოკატები. მე, როდესაც პარლამენტმა კანონი მიიღო, აღმოჩნდა, რომ თურმე გარკვეული ძალები არ ყოფილან მოწვეულიო და არათუ არ ვიყავით ჩართულებიო. მას ასე ვთქვათ, კანონის მიღება არ ხდება, ხომ? ასევე თქვათ, აქ ითქვა, რომ ბატონმა დიმამ აღნიშნა, რომ ძალიან კარგი წარმატება არის, რომ სამოქალაქო საქმეებში, აპელაციაში საქმეები მთავრდება მორიგებით. თუ ეს კარგია, მაშინ რატო არის ეს ცუდი სისხლში? როდესაც სისხლში საპროცესო შეთანხმება იგივე მორიგებაა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავის არ აიძულებს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საპროცესო შეთანხმებით დამტკიცებულ საქმეებზეც კი შეუძლია მშავდებულ შეიტანოს საჩივარი და თქვას, რომ მომატყუეს, მაიძულეს, ასე არ შემპირდნენ და გაასაჩივროს. თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევებია, როდესაც ასაჩივრებენ. ამიტომ თუ მორიგება სხვა სფეროში კარგია, მორიგება სისხლშიც კარგია, როდესაც ორივე მხარეს ინტერესებია დაცული და ამაში კი ბატონო, ამაში არავინ არ ეწინააღმდეგებით იმაში, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სასამართლოს როლი უნდა იყოს ძლიერი, კანონმდებლობიდან გამომდინარე და პრაქტიკიდან გამომდინარე. რაც შეეხება დასაბუთებას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დასაბუთება ზოგადად პრობლემურია, რა და ნუ დაუკავშირებთ ჭყალებში პოლიტიკურ ან არაპოლიტიკურ საქმეებს.
ეს არის ის მოცემულობა, რომელიც ყოველდღიურად უფრო მეტ, ასე ვთქვათ, სრულყოფას მოითხოვს. ყოველდღიურად ისე ვითარდება ჩვენი ცხოვრება, ყოველდღიურად ისე ვითარდება ჩვენი კანონმდებლობა, იმდენი სიახლეა შემოტანილი და იმდენი ახალი პრეცედენტული გადაწყვეტილებაა სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული, რომ ბუნებრივია ამას ჭირდება ყოველდღიური ტრენინგი და ეს ყველაფერი დაკავშირებულია მხარეების კვალიფიკაციასთან და სასამართლოს კვალიფიკაციასთან. ისე ინფორმაციისთვის და სტატისტიკისთვისაც უბრალოდ ვიტყვი, რომ გასულ წელს საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლომ მხოლოდ 4 გადაწყვეტილება მიიღო. ეს ისე ინფორმაციისთვის, იმიტომ რომ ხშირად აპელირება ხდება, რომ ქართული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იმდენად ცუდია და იმდენად ასე თქვა დაუსაბუთებელია, რომ წალეკილია სტრასბურგის სასამართლოს. შეიძლება საჩივრებით არის წალეკილი, მაგრამ მე სტატისტიკური მონაცემებით ლაპარაკობ, მე ციფრებით ლაპარაკობ და ასეთი მონაცემი არის 4 და ბოლოს. დიდი მადლობა ვახორომ საშუალება მომეცით. ჩვენ მე პირადად და სასამართლო ხელისუფლება მიესალმებით ნებისმიერ ცდელობას ჟურნალისტების მხრიდან, ადვოკატების მხრიდან, მხარეების მხრიდან, არასამთავრობო სექტორის მხრიდან, ნებისმიერი დაინტერესებული პირის მხრიდან, რომ უფრო მეტად ჩაერთოს ამ სისტემაში. უფრო მეტად ჩაერთოს არა კონკრეტული საქმეების შეფასებაში, იმიტომ რომ ეს არ არის მათემატიკა, ეს არ არის ზუსტი მეცნიერება, რომ 2 × 2 არის 4. აქ არის სამართლებრივი რიტორიკა, რომელიც შეიძლება შენთვის მისაღებია და მეორესთვის არ იყოს საკმარისი. ამიტომ მე მიესალმები ნებისმიერ ჩართულობას, რომ ჩვენ ძალიან კარგად დავანახოთ ჩვენ სამოქალაქო საზოგადოებას, რას ნიშნავს სასამართლო ხელისუფლება. ხშირად დაშვებული სამართლებრივი შეცდომები, რომელთანაც არანაირი კავშირი არ აქვს სასამართლო ხელისუფლებას, ესეც სასამართლო ხელისუფლებას ბრალდება. არადა სასამართლო ხელისუფლება იხილავს მხოლოდ იმ საქმეს, რომელიც მასთან მივიდა. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა, მინდა გადაგიხადოთ ყველას გადაცემაში მონაწილეობისთვის. რეკლამის შემდეგ შემოგთავაზებთ საინტერესო ფაქტებს ევროკავშირის ისტორიიდან, ერთიანი ევროპული აქტი და 1992 წელი მაასტრიხტის ხელშეკრულება. რეკლამის შემდეგ ჩვენ კვლავ ეთერში ვართ. ევროპული არჩევანი კვლავ ეთერშია და ახლა წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს ევროკავშირის ისტორიიდან. ერთიანი ევროპული აქტი იყო 1957 წლის რომის ხელშეკრულების პირველი მნიშვნელოვანი რევიზია. ეს აქტი ევროკავშირმა შეიმუშავა იმ მიზნით, რათა შეექმნა ერთიანი ბაზარი წევრი ქვეყნებისთვის, შეემუშავებინათ ევროპული პოლიტიკური თანამშრომლობის კოდიფიკაცია და უზრუნველეყოთ ევროკავშირის უსაფრთხოება, რათა თავიდან აეცილებინათ გარედან მომავალი საფრთხეები. ამ დოკუმენტის ფუნქცია აგრეთვე იყო ევროკავშირის ინსტიტუტების რეგულირების წესის შეცვლა და ევროპული თანამეგობრობის უფლებამოსილების გაფართოება. ერთიან ევროპულ აქტს ლუქსემბურგში, ხოლო მოგვიანებით ჰააგაში 1986 წლის 28 თებერვალს 9 წევრი ქვეყნის ლიდერებმა მოაწერეს ხელი. აქტი 1987 წლის 1 ივლისს ამოქმედდა. ამ პერიოდში ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტი ჟაკ დელორი იყო. ევროპის კავშირის ხელშეკრულებას 1992 წლის 7 თებერვალს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ხელი მოაწერეს ჰოლანდიაში, კერძოდ მაასტრიხტში, რის გამოც მას მაასტრიხტის ხელშეკრულებას უწოდებენ. ეს იყო ევროპული ინტეგრაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. მაასტრიხტის ხელშეკრულება წარმოადგენდა პარიზისა და რომის ხელშეკრულებებისა და ერთიანი ევროპული აქტის განახლებულ მოდიფიცირებულ ვარიანტს. ამ ხელშეკრულების მომზადება 1991 წლის დეკემბერში დაიწყეს. ოფიციალურად კი 1993 წელს ამოქმედდა. ევროპულ თანამეგობრობას ევროკავშირის კომისიას უწოდებდნენ. მაასტრიხტის ხელშეკრულების მიხედვით კი ევროპული თანამეგობრობის ოფიციალური დასახელება იქნებოდა ევროკავშირი. ამ დროს აგრეთვე შეიმუშავეს ერთიანი ვალუტა ევრო. ყოველივე ეს დელორის კომისიის პერიოდში მოხდა, რის გამოც ჟაკ დელორსა და ევროკავშირის იმდროინდელი კომისიის წევრებს ევროს დამფუძნებელ მამებს უწოდებენ. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულდა. ევროპული არჩევანი გემშვიდობებად მომავალ 4 შაბათამდე საღამოს 10 საათამდე პირველ არხზე. ნახვამდის.